მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე მე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვარ. ჩვენს ქვეყანაში სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები, გარიგების, დაშინების. არც ერთი მოქალაქე დაცული აღარ არის. ამ ქვეყანაში ვინმე თუ სჯერა რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ასევე დასძინა, არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული ქართული ოცნების მიერ იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეების და მოწინააღმდეგების. შედეგიც მიღწეულია, ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა ლანძღვის, გინების და ბულინგის გარეშე ბუნებრივია, გვექნება დისკუსია გადაცემის პირველ ნაწილში და ჩვენი სტუმარი იქნებიან სხვადასხვა პოზიციებზე ყოფილი პარტიების წარმომადგენლები, სოფო ხორგვანი, პარტია გახარია საქართველოს წევრი და გედევან ფოფხაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენ შემოგვიერთებიდან ანალიტიკოსები, ექსპერტები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, დავით სიხარულიძე, ნოდარ ხაშილაძე და მათთან ერთად გავაგრძელებთ ამ და სხვა თემებზე საუბარს. მივესალმებით ჩემს პირველ სტუმრებს, გამარჯობათ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ქალბატონ სოფო, თქვენგან დავიწყებთ. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია როგორც იქნა გაცხადდა, რომ ისიც არ ეთანხმება ამ არჩევნებს და ამბობს, რომ არის შემოგდებული თემა, არანაირი არჩევნები არ ტარდება, ეს არის ბლეფი, ყველაფერი. თქვენი პარტიისთვის აქვს ამას რამე მნიშვნელობა თუ თქვენ არ ცვლით პოზიციას და ისევ ძველი გზით მიდიხართ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელ სტუმარს, მივესალმები, მადლობა რომ მოგვიწვიეთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, თუმცა ის იქვე ამბობს, როგორც ვიცი, რომ ბოიკოტსაც წავიკითხავ ბოიკოტთან დაკავშირებითაც ნაწილს, მეორე მხრივ ბოიკოტი როგორც კამპანია, ესეც აბსოლუტურად, ანუ ის იმას კი არ ამბობს, რომ ბოიკოტს არ ეთანხმება. არ ეთანხმება ბოიკოტის შესახებ კამპანიას. ანუ ბოიკოტის შესახებ კამპანია იგულისხმება, რომ ხალხს რომ მოუწოდოთ, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე. და ამას ხსნით იმით, რომ არ არსებობს ბოიკოტის მაგალითი, რომელიც გამოცხადებული იქნება როგორც რაიმე გამარჯვება. დღევანდელ პირობებში როგორც გაყავდება არჩევნები, თუ ვინმე მიიღო მონაწილე, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს. ანუ სამზრუნველში ამბობს, რომ აზრი არ აქვს ხალხს მოუწოდო არ წახვიდა, იმიტომ რომ თუ შედეგებს აყალბებენ, რაოდენობასაც გააყალბებენ, რამდენი მივიდა და რა აზრი აქვს ამ კამპანიის წარმოებას. ეს არის აზრი. როგორც მე გავიგე, მისი ნათქვამი, ანუ ბოიკოტი თავისთავად გამოდის თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ სხვა არის ბოიკოტის კამპანია. ბოიკოტის კამპანია ნიშნავს, რომ არა მარტო პარტიებმა, არამედ ამომრჩეველსაც მოუწოდო, რომ არ წახვიდე არჩევნებზე და ამის აზრს ვერ ვხედავ. მე ასე გავიგეთ, ვარ. გასაგებია მის. არა, სწორად გაიგებს, გასაგებია. ხო, და თქვენ გინდათ რომ მე შევაფასო მისი მისი გადაწყვეტილება არის? პარტიის გადაწყვეტილებაზე მინდა ვისაუბროთ, ანუ ამ განცხადებას რამე გავლენა აქვს თუ ისევ თქვენს აზრს რჩებით და რას ფიქრობთ იმ არგუმენტებზე, რასაც ქალბატონმა სალომემაც მოიყვანა, ხო, რაც წავიკითხე, რომ მაფიოზური წესები არის დაშინება, არც ერთი მოქალაქე დაცული აღარ არის და ქვეყანაში ვინმე თუ სჯერა რომ რაიმე არჩევნები ჩატარდებაო, არ ვიცი ხო. ხო, ერთ მონაკვეთს არ ვეთანხმები, თქვენ თქვით რომ შემოგდებულია ქართულ, ხო, ქალბატონემ ხო წაიკითხეთ, ქართული ოცნების მიერ შემოგდებული არჩევნების თემა, არჩევნები ვერ არის შემოგდებული ქართული ოცნების მიერ, ეს არის ის, რაც მათ დისკომფორტს უქმნით. არჩევნები ჩვენ გვაქვს გარანტირებული კონსტიტუციით, რომელიც მართალია ლამისა თავზე გადაგვახიონ, მაგრამ იმ კონსტიტუციით გარანტირებული და იმით, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი არჩევნები არის ის, რომელიც მოვიდა. ვერავინ ვერ შემოაგდო. ქართული ოცნების ნება რომ ყოფილიყო, საერთოდ გაუქმებდნენ და საერთოდ ამოიღებდნენ არჩევნებს როგორც ტერმინს, როგორც ინსტიტუტს დიდი სიამოვნებით გააქრობდნენ. მათზე რომ იყოს დამოკიდებული. და ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოხდეს. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ცხადია და ეს მას აწყობს, იმიტომ რომ ეს მისთვის ინსტრუმენტი არის და ეს ნიჰილიზმის, უიმედობის, შიშის გავრცელება საზოგადოებაში მათთვის არის სტრატეგია, ტაქტიკა, მიზანიც კი შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ უფრო იოლად მართავენ მასებს და იოლად ინარჩუნებენ ძალაუფლებას. ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ იმის მიუხედავად, ვირას ფიქრობდა ამის შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმშელეთ ამაზე და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ავირჩიეთ ყველაზე უფრო კომფორტული გზა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ნაკლებად კომფორტული არის ეს, იმიტომ რომ შენ პირდაპირ მიდიხარ ომში, ბრძოლაში ამ საზიზღარ რეჟიმთან, რომელიც ყველაფერზე მიდის და ყველა სიბინძურეს კადრულობს და ყველა უკადრებელს კადრულობს.
ამ ხელისუფლებასთან ბრძოლას. ეს არის ჩვენი ბრძოლის გზა. ჩვენ აი ამ გზით ხო, ეხლა რა შეეხება შედეგს, რა თქმა უნდა, ეხლა ილუზია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ერთ დღეში ერთი არჩევნებით დავასრულოთ და შევცვალოთ რეჟიმი, ეს ილუზია არა გვაქვს. ეს არ უნდა, ესეც ალბათ კარგად უნდა აუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა იმის, რომ ხვალ მივალთ და დავამარცხებთ და ისინი იმ დღეს ჩამოიშლებიან. რა თქმა უნდა, არა, ჩვენ გვესმის, რომ რეჟიმთან ბრძოლა არის ხანგრძლივი პროცესი და ამ ხანგრძლივ პროცესში ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გვაქვს ამის გამძლეობაც და ესე ვთქვათ, მედგრად ვდგევართ, არ ვირხევით ვითარცა ლერწამნი და არც ვთრთივართ როგორც ვერხის ფოთოლნი. ესე მყარად ვდგევართ ჩვენს პოზიციაზე, ვიცით რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი პოზიცია, იმიტომ რომ ეს არის гзა, ბრძოლის გზა, აქტიური ბრძოლის გზა. რატომ აკეთებთ ამას? ამ კითხვაზე მაინც დამაჯერებელი პასუხი რა არის? რატომ არჩევნები არის გარანტირებული კონსტიტუციით შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ვიცით, რომ ხელისუფლება არის მოწადინებული და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ინსტიტუტი გააუქმოს. მაგრამ ჩვენ ხომ მათ ნებას არ დავყვებით, არა? ჩვენ ხომ უნდა ჩვენი როლი შევასრულოთ, ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ, ჩვენი ბრძოლა ვიბრძოლოთ. იმის მიუხედავად რეჟიმი როგორ წნეხს ახორციელებს. კი, გართულებულია პირობები, კი, შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო დამძიმებულია, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე უარი უნდა ვთქვათ, ამ შესაძლებლობაზე უარი უნდა ვთქვათ და ეს კომფორტი მივცეთ, რომ არ გავიდეს თვითონ თავის რაღაცა რამდენიმე სატელიტთან ერთად, რაც უნდა ის გააკეთოს, არჩევნების კამპანიასაც, საარჩევნო კამპანიასაც არ ჩაატარებს, არაფერს არ იცავს, დაიწერს იმას, რაც მას უნდა. როგორც აი ეს კომფორტულად. ეს კომფორტი ხომ არ უნდა დაუტოვოთ, ან არ შეუქმნათ მათ. ანუ ჩვენ ასე ვიბრძვით. ასაგებია, ბატონ გედევან, თქვენი პოზიცია გასცნობილია, ბუნებრივია თქვენი პარტიის, მაინტერესებს ეს არგუმენტები, რომელიც არსებობს, რომ რატომ უნდა დაუთმოთ ბრძოლა. ეს არის ერთ-ერთი თავი არგუმენტი, რომელსაც ლელოც ამ არგუმენტს იშველებს ხოლმე, რომ რატომ უნდა ვაჩუქოთ ახლა ბრძოლის გარეშე ეს რაღაც თანამდებობები და არჩევნებში გამარჯვება ქართულებს. მე ვდასტურებს უფრო შენ პიროვნულ პატივისცემას, უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით მგონია რომ ცდება ისიც და ეს ადამიანები ჩვენს ამ პოზიციას იზიარებენ, იმიტომ რომ ეს არ არის ბრძოლა, არა, ეს არის ილუზია, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი არჩევნებში შევალთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ შესრულით იმათ დისკომფორტი შეექმნებათ, არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება, ჩვენ ხო ნახეთ ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ არანაირი დისკომფორტი ამითი არ ექნებათ, მათ დაკარგული აქვთ მორალური ფაქტორი, რომელიც დისკომფორტს უნდა იწვევდეს და იმის იქით ტექნიკურად ისინი ამას ყველაფერს ძალიან მარტივად დაალაგებენ რა. ისინი უბრალოდ უკვე გაყალბებული არჩევნები აქვთ და მათ ჭირდებათ ვიღაცა, ვისაც აი უბრალოდ აი დაჩაგრავენ, galახავენ და მიაგდებენ კუთხეში რა. ეს სამოცანა აქვთ დღეს მათ. მე მართლა მიმაჩნია მე რა, ეს არის ივანიშვილის სივრცე. აი ვინც ამ სივრცეში შევა, აქ შეიძლება ტერმინებზე ვიკამათოთ, მაგრამ ის ხდება აი ამ პროცესის ნაწილი. აი რეალური მოცემულობა დღეს არის ასეთი, რომ ივანიშვილს აქვს ორი პრობლემა. ერთია ლეგიტიმაცია, რომელიც დაისვა საერთაშორისო დონეზე და დაისვა შიდა დონეზე და ჩვენ ყველა თანხმდებით, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, ეს არის თვითმარქვია უზურპატორი ხელისუფლება, რომელმაც აიღო ძალაუფლება უკანონო გაყალბებული არჩევნებით და ეს არის მისთვის პრობლემა, იმიტომ რომ შიგნით ამორჩეველთა 40%-ზე მეტი გაერთიანებულია იმ სუბიექტების გარშემო, რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ეს არის უზურპატორი. და ევროპარლამენტი გიდებს დასკვნას, რომ ეს არის თვითმარქვია. ხო, ესე იგი, იმ საერთაშორისო სივრცეში, სადაც მას სახელმწიფო სუვერენიტეტი, საერთაშორისო სუვერენიტეტი ჭირდება და შიდა სუვერენიტეტში ამას ექმნება პრობლემა. ეხლა ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტის მუშაობაში. იქაც შეგვიძლია დისკომფორტი შეგვექნა, ხო, შევსრულიყავით და არ მიგვეცა საშუალება, რომ მათ რაღაცები უკანონოებები ეკეთებინათ. ჩვენ ვარ ვთქვით დაფინანსებაზე, ჩვენ ვარ ვთქვით მათთან თანამშრომლობის პოლიტიკაზე. აი მე მიმაჩნია, რომ რაც კი უფრო მეტად შევყვებით მათ რაიმე პროცესში, მით უფრო გაძლიერდებიან ესენი რა. ამათ ჭირდებათ ლეგიტიმაცია, ამათ ჭირდებათ საერთაშორისო ლეგიტიმაცია მათ შორის. ჭირდებათ საშინაო ლეგიტიმაცია. ჩვენ უბრალოდ თუ ვიწყებთ აი ამ პროცესის თანამონაწილეობას, ისინი ჩვენ უკვე გველაპარაკებენ არა იმაზე, რომ უზურპატორები არიან, არამედ იმაზე თბილისში კანალიზაციის პრობლემა როგორია და დასუფთავება საყოფაცხოვრებო არჩევნები გადის თუ არა. მე
რა თქმა უნდა თბილისში ცხოვრობდა ბორჯომელი ამომრჩეველი ვარ და თუ წესიერი და ნორმალური ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, ჩავალ და ბორჯომში მაინტერესებს როგორ ვითარდება რაიონი და რა მომავალი შეიძლება ბორჯომს ჰქონდეს, მაგრამ ეს წესიერი არჩევნები ხო არ ტარდება. ჩვენ ხო ვიცით ეს ყველაფერი და დისკუსია იმაზე ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ კეთდება და რატო თბილისში სასობები მაშინ როცა შენ ხარ უზურპატორი, ყავს 60 პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმრები, სასამართლოში ხდება ის ყველაფერი რაც ხდება. აი ამაზე დისკუსიაში როგორ შევიდა, ხა როგორ ვილაპარაკო ინფრასტრუქტურულ პროცეს პრობლემებზე, როგორ ვილაპარაკო იმაზე ამ ქვეყანაში თვითმმართველობა არსებობს თუ არ არსებობს, როცა არაფერი აღარ არსებობს. აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, ხელისუფლება გახდა რუსული, აი ყველა სტანდარტით რუსულია. Absolutely. მაგრამ აქ იყო საუბარი რომ ყველა 4-ვე რო გასულიყავით შეიძლება და სერიოზული დისკომფორტი შეგექმნათ. მაგას ვამბობ ეს არ არის თბილისში თუნდაც მაგალითად. მე ეს არ არის დისკომფორტის საფუძველი რა. აი რა სახის დისკომფორტი ექნება? მოგეგოთ თბილისი. რა ახლა გეუბნებით რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ არის. აი ესენი არჩევნებს არ ატარებენ. აი კომისიაზე იქ საარჩევნო უბანზე ყოფი ადამიანი რომელმაც უნდა გააკონტროლოს რა პირადობის მოწვევით შემოდის ამომრჩეველი არ აქვს ფიზიკურად ვერ გააკონტროლებ იმას იქ რა ხდება. საარჩევნო კანონმდებლობა არის აი ბოლომდე განადგურებული. არ არსებობს ასეთი კანონმდებლობა ქვეყანაში. აი პროცედურები უკვე ისეთი დადგინდა რომელიც გამორიცხავს მონიტორინგს საარჩევნო პროცესის განყალბების გამოაშკარავებისა და მტკიცებულების შექმნის პროცესს გამოწვევს. სუსი აკეთებს ყველაფერს რაც უნდა. ბოლო არჩევნები იყო სპეცოპერაცია, რომელიც FSB-მ ჩაატარა საქართველოში. ეს არის რეალური პოლიტიკური მოცემულობა და ახლა ჩვენ როცა ვებრძვით რუსულ რეჟიმს ეს აი მართლა ახლა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს რო ეთქვა მოდი კონსტიტუციური უფლებები მოგვეცით და 18 წლის არჩევნები ხო ჩატარდა კიდე ერთი არჩევნები ჩავატაროთ ხო ხო არადეკვატური იქნებოდა მის ეს სურვილი ამიტომ ადეკვატური იყო რომ ნაფიცი შეკრა ნაფიცი ადამიანები და გავიდა ტყეში ეს იყო ადეკვატური საქციელი ხო მე ხა ამას ჯერ არ თავაზობთ მაგრამ იმ არჩევნებში მონაწილეობის ხაზგასმეთ ჯერ მაგრამ იმაში მონაწილეობის მიღება და რაც ფარსია, რაც ერთმნიშვნელოვნად ფარსია, მე მგონი არ არის სწორი რა, იმიტომ რომ ამათ ეხლა აი დისკომფორტი, ასეთი რაღაცა ვიზინა ივანიშვილს აქ მარტო იმის გამო, რომ შვეიცარიაში მას ფულს არ უბრუნებენ. დისკომფორტი იმის გამო, რომ მე ადგილობრივ არჩევნებში თუნდაც გაერთიანებული კონსოლიდური ძალით შევალ, მას არ ექნება. ყაველაშვილი რატო ამბობს, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტპატიმრებს გამოვუშვებთო? მაშინ ამ ფრაზაზეც ვილაპარაკოთ, ხო ეს რა ის აპატიოს თემს ამ პროცესს პირიქით უნდა და სხვა შედეგი არა, ესეც შეთანხმების ნაწილია. მე მაგიტომ მინდა რომ ჩვენ შევთანხმდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ თქვენ გაქვთ რაღაცა პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც გადის საქართველოს ინტერესების მიღმად არის თქვენი პარტიული კონიუნქტურა და ამიტომ მიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მე ამას გავიგებ, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა საქართველოსთვის ეს ყველაფერი, საქართველოს ეს არ ჭირდება. საქართველოს არ ჭირდება ლეგიტიმაცია ქართული ოცნების, რომელიც მოხდება ამ არჩევნების გზით. ჩემთვის ეს ერთმნიშვნელოვანია და რატომ მოხდება ლეგიტიმაცია? რა კავშირშია თქვა? მე რა ყველაფერი, აი ჩვენ ბოიკოტი არჩევნების ბოიკოტამდე სამდე მივედით ბოიკოტი გამოვცხადეთ უკანონო პარლამენტს, ხო? ეს ბოიკოტის პროცესი ხო დაწყებული გვაქვს. ჩვენ თქვით რომ ის არჩევნები განყავდა, ამიტომ ჩვენ არ ვცნოთ ამ პარლამენტს. ჩვენ თქვით რომ ყველაფერი რაც მოდის აქედან, ეს არის შხამიანი ხის პროდუქტი. აი ეს პარლამენტი არის შხამიანი ხე, რასაც ის შობს, ყველაფერი არის მოწამლული და ჩვენ იმ მოწამლულ პროდუქტს არ მივიღებთ. ეს არის პრინციპი ბოიკოტის, ხო? ამ კონტექსტში თვითმმართველობის არჩევნები ამ გარეთ არის დამდგარი? როგორ შეიძლება იმ პარლამენტმა, რომელიც იღებს კანონებს პირდაპირ ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, რომელმაც შექმნა ინკვიზიცია და დაარქვა საგამოძიებო კომისია. აი, როგორ შეიძლება იმ პარლამენტმა, რომელიც ამას ყველაფერს ამკვიდრებს, ქვეყანაში მე ჩამიტაროს ნორმალური ჯანსაღი, ჯანმრთელი თვითმმართველობის არჩევნები. ქალბატონო სოფო, პირობები საკმაოდ ესეთი დრამატული არის მართლაც, ხო, რომელიც ვითარებაშიც გიძებთ მოღვაწეობა. თქვენი პარტიის ლიდერიც კი საზღვარგარეთ არის და ეს კომისია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგები იყო, ბოლოს აღმოჩნდა, რომ თქვენი პარტიის შეიძლება ვერ ჩამოვიდეს, არ ვიცი, ჩამოვა თუ არა ამ არჩევნებისთვის. შესაბამისად, აი ამ მძიმე ვითარებაში, რაც აღწერა, ხო, ბატონმა გედევანმაც, ამ ვითარებაში, როდესაც მიდიხართ არჩევნებზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კრიზისი, რომელიც ეხა არის ქვეყანაში, წვავია თუ ნაკლებად წვავე, მაინც გრძელდება, ამ კრიზისის ნორმალიზებას უკეთებთ ხელისუფლებას, რომ არაფერი არ ხდება და ჩვეულებრივად არჩევნები ტარდება. არჩევნებში რომ შევდიოდით 24 წლის, არც მანამდე ქონდა რომელიმე არჩევნები რაღაცა კარგთან მიახლოებული. 24 წლის არჩევნებში რომ შევდიოდით, იგივე სასამართლო იყო, იგივე სუსი იყო,
იგივე ქართული ოცნება იყო. ის ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში ერთი კვირით ადრე თუ რამდენიმე ერთი თვით ადრე მიიღეს, ამიტომ 24 წლის ოქტომბერში არჩევნებზე რომ შევდიოდით, მაშინაც იყო ძალიან მძიმე პირობები და ვიცოდით, სადაც მონაწილეობდით, რა ბრძოლაში შევდიოდით. არც მაშინ ყოფილა რაიმე კომფორტული. და ვერ ვიტყვი, რომ პირობები მაშინ მაინც იყო რაღაცა საშუალოსთან მიახლოებული. და ახლა კი რა თქმა უნდა დაემატა კიდევ უფრო მეტი დაპატიმრებული ყავს. მაშინაც ყავდა პოლიტიკური პატიმრები, მართალია ბევრი არ 4 თუ 5, მაგრამ ახლა უფრო მეტი ყავს, ცხადია, პოლიტიკური პატიმრები. მაშინაც იგივე სუსი იყო, ის იგივე მოცემულობით. უბრალოდ დაემატა ის, რომ ქართულმა ოცნებამ აჩვენა თავისი სახე მოქალაქეებს. ოქტომბრის არჩევნების დროს, შარშან დროს კიდევ არსებობდა ხალხი ამ ქვეყანაში, ვინც ფიქრობდა, რომ ქართული ოცნება რაღაც მაინც ევროპულ გზას ირჩევდა, მაინც იყო ის ძალა, რომელიც რაღაცა ტიპის სტაბილურობას უზრუნველყოფდა. თუ ახლა სიმართლეს თვალს არ გაუსწორებ და მარტო იმას ვილაპარაკებ, რაც მე სიამოვნება და რაც ჩემთვის სასარგებლოა, ჩემთვის სასიამოვნო იქნება, ეს არ არის. სიმართლეს თვალს უნდა გავუსწორო. ამ ქვეყანაში არსებობდნენ ის ხალხი, ნამდვილად, რეალურად, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიახ, ჩვენ ქართულ ოცნებას ვაძლევთ ხმას, იმიტომ რომ ევროპისკენაც წაგვიყვანენ და სტაბილურობას უზრუნველყოფენ და ამ მშვიდობა მათი დამსახურება არის. ამ ერთ წლის განმავლობაში ქართულ ოცნებამ ამ მოქალაქეებსაც აჩვენა, რომ ის არ არის არც სტაბილურობის, არც მშვიდობის გარანტი და არც რა თქმა უნდა ევროპაში არ წაიყვანს ამ ქვეყანას და ვერც ევროპულ სახელმწიფოს ვერ არის. ანუ საუბარო ბოლო არჩევნების მერე კიდე გაუარესდა სიტუაცია. საკანონმდებლო თვალსაზრისით იქნება თუ ზოგადად გარემოს რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ბოლო არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტმა ნაწილმა დაინახა, რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა და მათი აბსოლუტური ძალაუფლება. ამიტომ თუ ვინმეს იმედი შეიძლება მქონდეს ბრძოლაში ავტოკრატიასთან, რეჟიმთან, ეს არის ხალხის ძალის და სულ უფრო მეტი ხალხის პროტესტის, სულ უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობის ამ პროტესტში, რომელიც უფრო მეტად გამოხატავს თავის პოზიციას. იცით, როდესაც არის საუბარი, მე არ მომწონს ეს რაღაც სიმართლე გითხრათ ძალიან, რომ აი არაფერი პრაქტიკულად უძლეველად რომ გამოყავთ ბიძინა ივანიშვილი, თითქოს მას არაფრის ეშინია და ვერასოდეს ვერ დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და ის იქნება და უკუნითი უკუნისამდე. მე ამის არ მჯერა. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, მაგალითად ბორჯომი რა ხან ახსენეთ, ახლა გამახსენდა. ბორჯომში ვიცნობ ძალიან კარგ ყმაწვილს ბაკურ გელაშვილს, არ ვიცი, მე მგონი ნაცმოძრაობაშია, ხო, ნაცმოძრაობაში. ოღონდ ის იმ 9 წლის ნაცმოძრაობის წევრი არ არის. იმ 9 წლის ნაცმოძრაობის წევრები ახლა ოცნების სიით არიან საკრებულო მერიაში, ანუ ის ვინც ნაცობის დროს იყვნენ. ეს ახალ შესულია, მაგრამ ძალიან კარგი ყმაწვილია. აი წესიერი ბაკურის ნაცმოძრაობაში იყო შექმნის დღიდან. ხო, მაგრამ თანამდებობაზე არ იყო. არა, ბაკური არის მართლა პარტიული პოლიტიკური ის. ძალიან კარგი რობერ დაძრახავ. ხო, აი ძალიან წესიერი ადამიანია. აი როგორ გითხრათ, ესეთი ადამიანები მინდა იყვნენ პოლიტიკაში. ჩვენ როცა პარტიული ინტერესი გაქვთ, აი რომ მეუბნებიან ხოლმე. ჩვენ მაგალითად, აი ეს ადამიანი, აი ბაკურ გელაშვილი კონკრეტულად ამაზე ვლაპარაკობ. ახალდაბაში ცხოვრობს მე მგონი იქეთ მხარეს. როგორ? ყვიბიში, ხო? ყვიბიში. აი იქ რომ იყოს მაჟორიტარი და ჩვენ ყველა ბაკურის არ ეკითხებით, ეგ ფარმდა რომ იყოს გასაგებია, კარგი, სხვას უბრალოდ იმიტომ მოგიყვანეთ რომ ერთ კონკრეტულ ვიღაცაზე რომ არ თქვა, X-ზე რომ არ ვილაპარაკო. მოკლედ ის ყოფილიყო და ყველას დაგვეჭირა მხარი, ეს არის იდეა. ნახეთ ასე, აი ესეთი ადამიანი, უბრალოდ ეს თქვენ უბრალოდ იცნობთ და ალბათ იმიტომ ბორჯომი რა ხსენეთ, თორე შემდგომ სხვა მაგალითები მოგიყვანოთ. აი ეს ადამიანი რომ დადგეს და იყოს, არ რომ გვეუბნებენ ერთიანობა არ აქვს, ხო? აი მე ჩემ პარტიისკენ ვეკაჩები ყველა, საერთოდ არ ვეკაჩები, არ ვაყენებ არც კანდიდატურას, არც არაფერს. აი ეს კარგი ადამიანი. მე ჩემთვის როგორც არა პარტიულისთვის, არა რაღაც პოლიტიკოსთვის, როგორც მოქალაქისთვის, ყოველგვარი რაღაც რეგალიების გარეშე სასარგებლო იქნება ასეთი ადამიანი აქტიურ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. მე სიამოვნებით დაუჭერთ მას ხარს და ჩვენ სხვადასხვა პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას რა თქმა უნდა, ყოლოდა ასეთი ადამიანი, ასეთი ადამიანი დავამთავრებ თუ შეიძლება და ასეთი ადამიანები ყოლოდა ბევრგან და მე დარწმუნებული ვარ,
რომ ასეთ ადამიანებს ვიპოვით. აქ აი ხოგეუბნებით, აი ჩემი პარტიის, აი როგორ თქვა, რესურსი, ჩემ პირად რესურსი, აი მე ვივლიდი კარდაკა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ვიტყოდი, რომ აი ამ ბიჭს მიეცით ხმა, სადაც და ნახეთ როგორ არის ერთიანი სიის და რაღაც გარეშე. ის ხალხი, ვინც მე მენდობა, შეიძლება თქვენ არ გენდობათ, ვინც თქვენ გენდობათ, შეიძლება მე არ მენდობა, განსხვავებული შეიძლება განსხვავებული ხალხი გვიჭერდეს ხარს. ამიტომ მე იმათ ვეტყოდი, ვინც მე მენდობა, თქვენს მხარდამჭერებს და ასე შევთანხმდებოდით. ეს შეთანხმება თუ შედგებოდა ასეთ კარგ ადამიანებზე სხვადასხვა ადგილას შესაძლებელია რომ რეჟიმს ბევრი რამ დავათმობინოთ. მე ამის ჯერა მე მოქმედების მჯერა სიმართლის რომ ასეთი თქვა სიმართლის მებჯერა სოფობრივი თანხმების სოფოს და მოდი მაშინ ჯერ უბრალოდ კითხვებს შევმოყალებ რა თემებს რაზეც სოფო მისაუბრა. ერთი ეს არის რომ აი ამ ბოლო საკითხი რაზეც მას საუბრა ერთიანი კანდიდატების შემთხვევაში და კარგი ხალხის შერჩევის შემთხვევაში შეიძლება და რაღაც სადღაც მოგებაზე ფიქრი და მეორე ის არის რომ 2024-ში რა არისო რთული ვითარება და მაშინ რატო წახვედით და მესამე არის კიდევ ის რომ 2024-ის მერე დღემდე უფრო მეტმა ადამიანმა დაინახა რას წარმოადგენს ქართული ოცნება და შეიძლება დღეს უფრო მეტი ყოფილიყო შანსი. სამივე საკითხზე თანამედროვედ მოგახსენებ რა. დავიწყებ ბოლოდან რა. ის რომ საზოგადოების განწყობები იცვლება რეჟიმთან მიმართებაში ეს ამაში ვეთანხმები სოფოს, მაგრამ მე არ მემაჩნია ელექტორალურად დიდად იცვლება სიტუაცია. ძალიან კარგად ვიცი ბორჯომში რაც ხდება რა და შეიძლება მაიახრიკაძე დავაყენოთ წაღვერში, ბაკური დავაყენოთ ყვიბიში, ქალაქში ლიახაჩიძე დავაყენოთ და შევთანხმდეთ იმაზე რომ მოდის საერთო კანდიდატები იყოს, მაგრამ ამითი რეალურად პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება. ის რომ ბორჯომში ამ არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო მძევლად აყვანილი და დარჩა მძევლად. ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ საერთოდ. ეს ხარისხი გაიზარდა სოფო. დავტოვოთ ასე? არა, თვითმართველობის არჩევნები არაფერს არ გეცვლის. თვითმართველობის არჩევნები არაფერს არ გეცვლის. ეს არის არა, ჩვენ გეუბნებით რომ ეს არ არის სწორი გზა. ეს არის გზა, რომელიც ფაქტობრივად კომფორტს უქმნის ივანიშვილს. ეს არის მის სივრცეში შექმნილი გზა. ეს არის აყვანელი რას ნიშნავს? ძელად არის აყვანელი ნიშნავს იმას, რომ ხალხს თავისუფალი არჩევანი არ აქვს. ისე დარწმუნდება იმაში ევროპულია უცნობა თუ არ არის, მუშაობს საბავშვობაში ან სკოლაში და იმას არ აქვს თავისუფალი არჩევანი. ავტორიტარიზმის ხარისხი გაიზარდა მერაბ. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადამიანების აზრი შეიძლება შეიცვალოს, თუ ავტორიტარიზმის ხარისხი იზრდება ამის პარალელურად. ჩვენ სპეცოპერაცია ჩაგვიტარა რუსეთმა ამ არჩევნებზე 24 წლის არჩევნებს მე ამას არც ვადარებ, იმიტომ რომ 24 წლის არჩევნები იყო შანსი ოცნებისთვისაც, რომ არ გამხდარიყო ბოლომდე რუსულ ავტორიტარული რეჟიმი. მან ეს შანსი არ გამოიყენა, მაგრამ ეს შანსი იყო მისთვის და დასავლეთიც უყურებდა ამ ყველაფერს. მან ეს შანსი არ გამოიყენა, გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ვიმეორებ რომ შექმნა ინკვიზიცია პარლამენტში, რომელიც მეშვეობითაც იჭერს პოლიტიკოსებს და ამ ფონზე საუბარი იმაზე, რომ ბაკურ გელაშვილი შევა თუ არა ყვიბისიდან ბორჯომის საკრებულოში, არის ბაკურის საკრებულოში. რაიმე იცვლება ახლა იმ სიტუაციაში ბორჯომის საკრებულოში. ის ოპოზიცია, რომელიც არის დღეს ბორჯომის საკრებულოში, ნაკლები იქნება სოფო, რას ლაპარაკობ? ჩვენ ხო დავინახეთ ბოლო არჩევნები როგორ ჩატარდა. მოდით შევთანხმდით ამაზე. თქვენ წინსწრებად შეთანხმებული ხართ წაგებაზე და პირდაპირ ამბობთ ამას, რომ არ არსებობს არჩევნები, წაგება მოგება არის მაშინ. წაგება რევოლუციას აკეთებთ? აი ეს საინტერესო კითხვა. მოდი ვამბობ. მოდი ჯერ დავამთავრებ იმაზე, რაზეც საუბრობდი რა, იმიტომ რომ რევოლუციას არ აკეთებს ოპოზიცია, რევოლუციას აკეთებს რეჟიმი. რევოლუცია მოაწყო ლუდოვიკომ საფრანგეთში და ნიკოლოზ მეორემ რუსეთში. მე არ ვახდენ რევოლუციას. მე ვიცავ პრინციპს. მე ვიცავ პოზიციას, რომელიც მგონია რომ სწორია და თუ ამ ქვეყანაში მოხდება რევოლუცია, ეს იქნება ივანიშვილის შემოქმედება და არა ჩემი. რევოლუცია საფრანგეთში მოახდინა ლუდოვიკო მე-16-ე. ეს არ იყო არც მონტესკიეს და არც ვოლტერის და არც რუსოს დამსახურება. არა, რევოლუციას თუ ვახსენებთ როგორც პროცესის განვითარებას. მე არა, ხელი ხო შეაშველეს. არა, მე არაფერს შეარიყნა რა. იმათ შექმნეს თეორიები, რომელთაც შეეძლო ლუდოვიკოსაც სარგებლა ის წიგნი, როგორც დაიწერა პირობითად დანტონისთვის, ისე დაიწერა ლუდოვიკოსთვისაც. მასაც შეეძლო წაეკითხა. მაინც ყავს თავისი ლიდერებია რა. არა. რევოლუციას ქმნიან ცუდი რეჟიმები. გადატრიალებას ახდენენ. ლიდერები ახდენენ გადატრიალებას, თორე რევოლუციას რადგან ტერმინი რევოლუცია გამოიყენეთ, იმას რეჟიმები ახდენენ. მე მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეუპოვარი სწორედ აი ამ საკითხში არაღიარება
არალეგიტიმაცია და რეჟიმი დავტოვოთ თავისი პოლიტიკური პროცესის ნაწილად. ის შეჭამს თავის თავს. ჩვენ უნდა დავდგეთ აი ამ პოზიციაზე, რასაც გვეუბნება ევროპარლამენტი, რასაც გვეუბნება ეს არსებული მოცემულობა თვითმმართველობის არჩევნები საერთოდ არ არის სოფო პროცესში, აი არანაირი ელემენტი არ არის რა. ეს არის თამაშის ჩამოწევა. 24 წლის არჩევნებზე დავინახეთ რომ გააყალბეს ყველაფერი და დავინახეთ რომ ესენი არჩევნების გზით ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებენ და მოდი ეხლა ის ყვიბიში გავიყვანოთ ჩვენი ადამიანი მთელი პოლიტიკური რესურსი ჩავიყვანოთ ყვიბიში და ყვიბისი მოვიგოთ, მაშინ როცა რეალურად საქართველოს გართმევენ. თქვენ შრომა არ გინდა თუ ბრძოლა არ გინდა თუ მოქმედება ვერ გავიგენ აი ერთი წუთით თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ. არა, როგორ ერთი წუთით. ჯერ ერთი თქვენ თქვით რომ ევროპა გეუბნება რომ არ შეხვიდე არჩევნებში. არა, ევროპა გეუბნება იმ მოცემებს ვიცი. და თქვენ გონიამი არ ვიცი რომ ქართული ოცნება შეეცდება რომ ლეგიტიმაციას მიიღოს. და თქვენ ეხმარებით ახლა არანაირი კავშირში, არანაირი ბმაში იმ არალეგიტიმურ პარლამენტის ლეგიტიმაციასთან არ არის ის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებული, რომელიც უბრალოდ თარიღით მოვიდა და არა დააჩქარა და მოიყვანა ოცნებამ, ან მაჩუქა, ან შემომიგდო ეს წერია და ვერაფერს ვერ უკეთებენ ამას. ეს ერთი. ევროპას არ უთქვამს, რომ არ შეხვიდეთ არჩევნებში. ის გეუბნება, რომ შეეცდება, ანუ როგორ გითხართ ახლა, მე ასე გავიგე, რომ ეს იქ იყო ბევრი რამ აღწერილი. ის რომ გაუარეს და მეც ვიცი, ობიექტური შეფასება იყო. ის რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად შეზღუდულია, ის რომ უფრო მეტია წნეხი, ის რომ რეჟიმი უფრო მეტ წნეხს ყველაზე ახორციელებს, რომ კანონმდებლობა გაუარეს და ეს ჩვენც ვიცით. და ძალიან კარგია რომ ასახულია ობიექტური რეალობა იქაც. მეც ვიცი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ყველაფერს იყენებს პროპაგანდისთვის. საერთოდ არაფერი ვერ გავაკეთოთ, ამასაც პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ჩემთვის არის გამოსავალი, მე თქვენ ახლა ისე შეხედეთ, რომ ყვიბისი და რაღაცა. ყდიახ, ეს ასე არის. ჩვენ, მე ასე მესმის, ყვიბიში რო ცხოვრობს მოქალაქე, იმისთვის ვარ მე პოლიტიკაში და იმისთვის ვაპირებ ბრძოლას. ერთი წუთით თუ შეიძლება და არა მხოლოდ ყვიბიში, არ ვიცი, პატარა ხანჩალში, არ ვიცი, როგორ გითხრათ, რომელ სოფელში, ნოსირში, სულ ერთია, ყველგან ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა მარტო დატოვება ამ რეჟიმის წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და მე იმას კი არ ვლაპარაკობ რომ პროტესტში არ ვიღებ მონაწილეობას აქციებზე დავდივარ და საერთოდ არ მიმაჩნია ეს ერთმანეთის საწინააღმდეგო პროცესად და დიახ ქართულ ოცნებას უნდა თქვას რომ ეს ჩემი პროცესია როგორც მე მინდა ისე იქნება როგორც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს როგორც აი ჩვენ გადავწყვეტ მაინც ასე იქნება და მაშინ მე თავი უნდა დაუკრა და უთხრა კი მოვდივარ მე გეთახმები ყველაფერში შეფასებაში გეთახმები რომ ძიმე პირობებია ჩვენ დასკვნაში ვერთახმებით თორე შეფასებაში ბევრი საერთოდ გზა თქვენი გზა გაქვთ მე ჩემი გზა მაქვს და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით პარტიული ინტერესი შეიძლება თქვენ გაქვთ მე ჩემი პარტიული ინტერესი არის ის რომ მე აი გეუბნებით ჩემს პარტიულ რესურსს ჩემს პირად რესურსს ფინანსურ დროს რაც გამაჩნია მე ასე ვუყურებ ამას რა ძალიან ბევრი ისმის ხოლმე საუბარი კონკრეტული კითხვა მაქვს შეიძლება და არ ვიცი კარგი ადამიანების შემოყვანა აბა როგორ უნდა შევცვალოთ ტვიბიში დამკვირვებელი ყავდათ არჩევნებზე ჩვენ არ ყავდა საერთოდ დამკვირვებელი იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით კვალიფიციური პარტია დამკვირვებელი კაცო კომისიის წევრზე არა საუბარი დამკვირვებელი რომელიც უბანზე შევიდოდა და შეხედავდა რა ხდებოდა არ ყავდა მაგრამ წელს გვეყოლება ხო არა გასაგებია ბორჯომში არც ერთ უბანზე დამკვირვებელი არ ყავდა ხო ჩვენ არ ვთქვი მე რადგანაც ასე დაისვა საკითხი რომ ბრძოლა არ მინდა და ასე ვთქვათ მე მეუბრებით ახლა თქვენ ხო თუ ჩემ ბრძოლის იმას ვინმე კითხვის ნიშნის ქვემოთ ვსვავს მე ამ არჩევნებზე არც სიაში არ ყოფილვარ და არც კანდიდატი არ ყოფილვარ მე ვიყავი საკირის მე-18 საარჩევნო უბანზე ჩემი პარტიის წარმომადგენელი და ჩემი ამოცანა იყო რომ იქ დამეცვა საარჩევნო უბანი მე ზოგადად ვარ თვითმმართველობის ადამიანი რა, იმიტომ რომ მე ვარ 2002 წლის არჩევნების მონაწილე, მე დავგეგმე ბორჯომში 98 წლის ადგილობრივი არჩევნები, 2002 წელს მე გავხდე საკრებულოს თავმჯდომარე და ჩემი ძმა გახდა ქალაქის მერი თვითმმართველობის არჩევნებით, 2002-ში. 2006-ის ადგილობრივი არჩევნებზე მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქალაქში და მთელი ოპოზიცია მე მხარს მიჭერდა, მე ეს ყველაფერი გამომიბლილი მაქვს სოფო. მე ნაციონალური მოძრაობის დროს იმ არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას 2006-შიც, 2010-შიც და ბორჯომში ვიყავი. მე ბორჯომის გამგებელიც ვიყავი თავის დროზე. ჩემთვის ბორჯომის არჩევნები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თბილისის არჩევნები და ხშირად იყო ასე რა. მე ორიენტირებული ვიყავი შემშობლიურ რაიონზე ყოველთვის და ჩემთვის შეიძლება ის უფრო მნიშვნელოვანია ბორჯომში მეორე საშუალო სკოლა აღდგეს ვიდრე იუსტიციის სამინისტროს რაღაცა ინსტიტუციონალური დახვეწა მოხდეს. მაგრამ მე უბრალოდ გეუბნებით რომ ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა
აი მართლა ნიშნავს იმას, რომ ქართულმა უცნებამ გაუთავოს ეს თავისი ოპოზიცია. 2024-ში როცა იქ იყავ პარტიის წარმომადგენელი რა ხდებოდა უბრალოდ? კარგი არაფერი. მოდი ერთი სიტყვით აი შენი ანალიზით როგორ მოიგო? ოცნება მოიგო ტერორით, ოცნება მოიგო გაყალბებით, ოცნება მოიგო იმითი რომ უბნის გარეთ ხდებოდა ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა და თუ საკირეში შეამცირეს ზეწოლები, იმიტომ რომ მე ვიყავი, დვირში გადაუარეს საარჩევნოობას და თუ საკირეში წამოიღეს 47%, იქ წამოიღეს 72%. და ჩვენ ამას ყველაფერს ვხედავდით მე რა. გასაგებია რომ ჩვენ რომ ყველა უბანზე ქონოდა იმისი რესურსი, რომ თქვა 3000-ის გედიფოფაზე შესულიყო 3000 უბანზე, მე მიმაჩნია რომ შედეგი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ობიექტური რეალობაა დღეს. ჩვენ რო დვირში შევიყვანეთ კომისიის წევრები ოპოზიციამ და ჩვენ წინა დღეს ვქონდა მაგაზე საუბარი უკვე მოცემულობა და იმ ხალხმა დაწერა განცხადებები და დაატოვა კომისია. ხელფასზეც ვარი თქვა, იმიტომ რომ მათზე მოხდა ზეწოლა. ანუ ოპოზიციის კომისიის წევრები შეაშინეს. ოპოზიციის კომისიის წევრები შეაშინეს, დამკვირვებლები შეაშინეს, იმ სოფლელი შენ თუ არ ჩაიყვანე თბილისიდან არ შეიყვანე უბანზე ადამიანი იმ სოფლელი სოციალურ მძევლობაშია ძალიან დიდი რისკია იმისთვის ახლა მე მესმის რომ ახლა შეიძლება მოუნახოთ ბევრი კარგი ადამიანი რომელსაც დავაყენებთ საკრებულოებში მაგრამ მე მიმაჩნია რომ ამ ადამიანებს უბრალოდ ჩვენ აი მართლა გავყავს ბრძოლის ველზე გასანადგურებლად მე ძალიან კარგად მახსოვს 2006 წელს როცა ადგილობრივი არჩევნები იყო ან 2010-ში რო ჩავდიოდი ახალდაბაში მე მეუბნებოდნენ რომ საპარლამენტოზე ჩამოდი და ადგილობრივზე თავი დაგვანები ახლა რო გვერდში დაგიდგებით მე საპარლამენტოზე ჩვენი იმედი აღარ გქონდეს ესეც მახსოვს რა იმიტომ რომ ამათთვის თვითმმართველობის არჩევნებზე არაფერი არ იცვლება. შენ რომ სულ მოიგო ეს თვითმმართველობის არჩევნები, მაინც არ იცვლება, ხელისუფლებაში რჩებია და რამდენი საკრებულოში გაყვანილი ადამიანი ნახეთ, რომელმაც ოპოზიციურად იაქტიურა, აი ეხლანდელი საკრებულოები რა იმეს პოლიტიკურად ქმნიან, ხო ქვეყანაა იქ გასული, ზუგდიდის საკრებულო არის ოპოზიციური, ხო? აი რა საკეთებს ოპოზიციური თვალსაზრისით ზუგდიდის საკრებულო? ის კი არა, წალენჯიხაში საერთოდ ოპოზიცია მართა. ხო, წალენჯიხაში რა შეიცვალა 50% საპარლამენტოზე, ხო, მაინც აიღეს. მე მაგითო, აი ნაკლები აიღეს, მაგრამ მე და სოფოს ბევრი შეფასების ნაწილში გვაქვს საერთოდ, დასკვნა გვაქვს განსხვავებული რა, ხა. მე მართლა მიმაჩნია რომ სიტყვა რევოლუციას გამოვიყვანებთ, აჯანყებას გამოვიყვანებთ, რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. ჩვენ ცხოვრობთ რუსულ რეჟიმში. როცა ნავალნიმ დაიწყო გონიერი არჩევანი, მან ამითი თავის თავს განაჩენი გამოუტანა და მაგიტომ მოხდა მე ციხეში და მაგით ჩაალყო რუსულმა რეჟიმმა ის ციხეში. მე არ ვაპირებ, მაშინ როცა 60 ადამიანი ციხეშია და უფრო მეტი იქნება ციხეში. გავიდე ადგილობრივ არჩევნებზე, როცა საქართველოს ბედი არ წყდება და არც იმპერიის ბედი არ წყდება რა. გავიგე, უბრალოდ მე კარგად მესმის რასაც ლაპარაკობ, უბრალოდ დასკვნაც შეიძლება დაახლოებით ერთი და იგივე იყოს, უბრალოდ აი ამასთან ბრძოლის მეთოდებზე ვერ ვთანხმდებით, თორე დასკვნამ მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა რისკებია. უბრალოდ მე მართლა სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ აი ბოიკოტის მაშინ როგორ მიდის რეჟიმი, აი როგორ ვუქმნით რეჟიმს პრობლემას. საერთოდ ვერ ვხედავ. არაღიარებით? ერთი წუთით. აი კიდევ ერთი წუთით. თან აი ეს არის არასწორი ბრალდება, ჩვენ არც აღიარებას ვაპირებთ და არც თანამშრომლობას. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას. ერთი წუთით კიდევ ძალიან მარტივი ამბავი მაქვს, თუ შეიძლება ამასაც ვიტყვი. ბოიკოტი მაგალითად შემთვის იქნებოდა ასევე მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასული ადამიანები უბრალოდ არ შესულიყვნენ, არ შემოეხაზათ არავინ და ესე გამოეხატათ თავიანთი ბოიკოტი. იმიტომ რომ გაყალბების შესაძლებლობა გაცილებით მეტია, როცა ხალხი არ მიდის არჩევნებზე. ეს ქართული ოცნება, ჩვენ თუ არ შევათ, არავინ თუ არ შევა, რამდენიმე სატელიტ შეიყვანს, ჩაატარებს ამ არჩევნებს და მერე დანარჩენ ქვეყანას და ამასაც ჩვენ თუ არ შევალთ, იმ შედეგებს, რასაც დაიწერს, რამდენიმე თავის სატელიტით, ამასაც გამოიყენებს თავისი სტატუს კვო შესანარჩუნებლად, ამასაც გამოიყენებს სალაპარაკოდ და ისევე როგორც აი თქვენ იქ რო არის რომ შეიძლება გამოიყენოს, ამასაც გამოიყენოს. აი ნახეთ, მართლა 1,200,000 ვართ. აი ნახეთ ესენი აფრის მაქნესები არიან. აი ნახეთ ჩვენ მაინც მოვიგეთ, ამასაც ლეგიტიმურები ვართ. აი ხო ხედავთ, მივიღეთ 1,200,000. ეს ის 1,200,000-ია, რომელიც საპარლამენტოზე მივიღეთ. ასევე გამოიყენებს. ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს და ვიცი რა რისი მოიგონებენ, ხო თქვენ ჩემზე უკვე თვითონ ცხადია, მაგრამ ნახეთ რას ლაპარაკობ. კიდევ ერთი საკითხი მაქვს, აი კიდევ ერთი თემა მაქვს და ამაზე სულ მინდა ვთქვა და რაც არ მომწონს და არ ვიცი, აი როცა ლაპარაკობენ
ჩვენ მივყვებით იგივე პატრონებს, ანუ რა სქემებიც არსებობს იმას. აი ამ სქემებს აი 2016-ში ეს იყო, 2010-ში იყო და აუცილებლად იგივე გამეორდება. კი, რაღაცები მეორდება, მაგრამ მე მჯერა რომ თუ რევოლუციაზე ლაპარაკი, ჩვენ რევოლუციური გადაწყვეტილებები შეგვიძლია მივიღოთ ისე რომ რაღაც ძალადობა არ იყოს. ჩემთვის მაგალითად, აი საქართველოს 30 წლიანი მას რო გადავხედო ისტორიას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ყველა ხელისუფლების იყო ის რომ მათ არც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა, არ გააკეთა, არ დაუშვა გავითარებული და ძლიერი თვითმმართველობა. მე ღრმად მჯერა ამის და ეს არის ჩემი რწმენა და ამას ეს როგორ გააზრებული ემპირიულ ცოდნაზე დაყრდნობით ვამბობ ამას რომ დემოკრატია რეალურად დგას ჩემთვის 4 რამეზე. ჩემთვის ასე არის. ეს არის თვითმმართველობა, კანონის უზენაესობა, ბალანსი შტოებს შორის და რა თქმა უნდა თავისი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩემთვის ასე არის. შეიძლება სხვების სხვა რამე. გავითარებული ძლიერი თვითმმართველობა არის დემოკრატიის საწყისი და აი როგორ გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნდამენტი. ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არ ჩამოყალიბდა დემოკრატია ისეთ ფორმით და იმ კონდიციამდე არასოდეს არ მივიდა სწორედ ამიტომ რომ იყო რაღაც გამონათებები მართლმსაჯულების მიმართულებით, იყო პერიოდი როცა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება კარგად იყო შედარებით, ხომ იყო ესეთი რაღაცები. შტოებს შორის ბალანსიც, ნუ მეტნაკლებად იყო სხვადასხვა დროს, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა თვითმმართველობის გაშვება. ვერ გაბედა, არ გაბედა, ან არ გააკეთა. და ჩვენ შეგვიძლია თქო მე ასე არ ვუყურებ მართლა, მე მართლა გულით მჯერა, რომ თვითმმართველობის შექმნით, აი მართლა საფუძვლის შექმნით, ჩვენ მართლა შეგვიძლია რეალური დემოკრატიის შენება დავიწყოთ. აქ მესმის რომ რეჟიმია. ნუ ახლა მაშინ დაველოდოთ, როდის აი რას ველოდებით? მაშინ რას ველოდებით? აი რას ველოდებით, რომ deep state დაუნეკოს ბიძილევანი შვილს? არაღიარებით და არალეგიტიმაციით იგივეა. ამით არალეგიტიმური და არაღიარებული ეს ხელისუფლება არის და იქნება. მე რომ ხვალ წავალ და სოფელ კარგაკარ ვივლი და აი ამ კარგ ადამიანს თუ ამ კარგ ქალს ხმა მიეცით თქო რომ დაველაპარაკები ამით ამათი ლეგიტიმურობა შეიცვლება 24 წლის. აი ბოდიში. კი ბატონო. ეხლა რაშია საქმე, რადგანაც სოფომ რაც ქრონოლოგია აღადგინა, მე მაინც მინდა რა ერთი ძალიან პატარა ისტორიული ექსკურსი გავაკეთო. ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი არის 1990 წლის ბოიკოტი არჩევნების, როცა მარტის არჩევნები ჩაშალა ეროვნულმა მოძრაობამ. მე მიმაჩნია, მაშინ ჩაიშალათ, ეხლა ვერ ჩაიშლება. არა, მაგი არ ვიცით რა ჩაიშლება და რა არ ჩაიშლება, კაცო, ჩვენ გავერთიანდეთ ერთად დავდგეთ არაღიარების და არ თანამშრომლობის არაღიარების და არაღიარების არ თანამშრომლობის არ მინდა იმიტომ რომ მაგას ან როგორ გამოდის იმიტომ რომ ბრალდება არაღიარების იმიტომ რომ მეუბნებით რომ მე ხელს ვუწყობ არაღიარება მათი არალეგიტიმურობა მძევლების გათავისუფლება არის ის რითაც ვიწყებთ და ვამთავრებთ ყველა ჩვენ საუბარს არჩევნები მაგას ხელს როგორ უწყობს აი არაფრით არ უშლის ხელს ანუ ჩვენ არ უშლის ხელს არაფერი მასში არ არის არ არის მასში ახლა სოფოს მიაჩნია რომ ეს მასში არ არის დარწმუნებული ვარ გულწრფელად ასე ჯერა მე მის არც გულწრფელობაში და არც მით უმეტეს წესერებაში კითხვის ნიშანს არ ვაჩვენ მართლა მგონია რომ ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში უნდა იყოს პოზიციური შეფასების საგანი და არა პერსონალური რა ახლა ჩვენ ხო ჩვენ ყველას გვაქვს საბოლოო ჯამში ერთი ინტერესი რომ რეჟიმი დამთავრდეს იმიტომ არგუმენტებით აბსოლუტურად თანხმდევრულ პოზიციაში ვაღიარებთ რომ რეჟიმი გვებრძვის ყველას და არა მისთვის სრულიერთია რესპუბლიკელი კონსერვატორი რა დემოკრატი ავტორიტარი ყველას ებრძვის რეჟიმი ხო და თუ ჩვენ გვინდა რეჟიმის დასრულება მე გეუბნებით რომ ეს გადის არაღიარებაზე და არ თანამშრომლობაზე დიახ მე ჩვენ არ თანამშრომლობთ და არ აღიარებას არ ვაკეთებ დიახ კარგი თქვენ მიგაჩნიათ რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თანამშრომლობას არ ნიშნავს არანაირად ეს არის თქვენი პოზიცია არა რა თქმა უნდა მე მიმაჩნია რა არის რა თქვენ იღებთ მაგაში მაგ პროცესში მონაწილეობას და ამით რეალურად აი გინდათ რომ პოლიტიკური სპექტრი ჩავერთოთ ისეთ პროცესში აი მაპატიე აი რაც ახლა ილაპარაკე რომ ამას იტყვიან თუ არ მივიღებთ მონაწილეობას ზუსტად იგივე ტექსტ იტყვიან მონაწილეობასაც რომ მიიღებთ რა თქმა უნდა ამიტომ არ უნდა მივაქციოთ არა საქართველოს ყველა მათქმევინეს მიიღებთ მაგაში მონაწილეობას იწვიან ამას ზუსტად ერთ-ერთი ამას იტყვიან რომ არაფრის მაგნისები ყოფილ ხალხი კიდე ერთხელ დადასტურდა ამას იტყვიან თქვენი მონაწილეობით და თქვენ კიდე გამოგიყვანეთ თავიანთ სატელიტებად
აი როგორც მე იმიჯურად მოგიწევთ ამ ყველაფრის გამართლება რა. მე არავის არაფერში არ ვადანაშაულებ. არ ვამბობ იმას, რომ მამუკა ხაზარაძეს ეშინია ციხის და მაგიტო იღებს არჩევნებში მონაწილეობას. არ გეუბნებით, რომ თქვენ რაღაცა კონექტურა გაქვთ. მე არ ვიცი, მაგრამ ეს პრეტენზიები გაჩნდება თქვენი მისამართით. იმიტომ რომ ეს მათი თამაშია, მათი პოლიტიკური სივრცეა. და იმაზე საუბარი რომ თვითმმართველობის არჩევნებში თუ მივიღეთ მონაწილეობას, ამ თვითმმართველობა უკეთესი გახდება, არ გახდება. ეს არ არის თვითმმართველობის არჩევნები. მე მახსოვს 14-ში რასაკეთებდა სუსი, მახსოვს 17-ში რასაკეთებდა სუსი, მახსოვს 21-ში რასაკეთებდა, არაფერი არ შეიძლება სოფო მაგოთქეთ. გასაგებია, ამ თემაზე თუ აღარ გაქვთ საქმელი, მე მინდა ბოლოს სანამ დაგემშვიდობები თქვენი კომენტარი გთხოვოთ. ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე, რიჟვაძის საქმეზე, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, რა ხდება რიჟვაძის თავს, რამე ინფორმაცია თუ გაქვთ რა ხდება და ზოგადად როგორ შეაფასებთ იმ მოვლენას, რაც ვითარდება ხელისუფლებაში. ჩემი დაკვირვებით შეიძლება თქვენ უკეთესად შეაფასოთ, მაგრამ მე გეტყვით რა იყო საინტერესო, ჩვენ ალბათ იცით და ხედავდით გვერდიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა რაღაც მართვის რაღაცა კონკრეტული, ესე ვთქვათ, სტრატეგია თუ ტაქტიკა, რაღაც ესე სხვადასხვა ჯგუფები ყავდა და აი ამ კლანებს ერთმანეთთან აჭიდავებდა, რაღაცა ჩორტებს ჩამოაგდებდა და ეს რაღაცა ეს თითქოს ეს სხვადასხვა კლანები ერთმანეთს ეჭიდავებდნენ. ესე ვხედავდით, აი ერთიანი შეკრული გუნდი ქართული ოცნება შენ იქ იყავით, შეიძლება იყოდეს, მაგრამ მე გარედან მე მგონი გარედანასაც ვუყურებდი, ეს არ ყოფილა ერთიანი გუნდი არასოდეს. და აი ამ ბოლო დროს გაჩნდა თითქოს ესეთი რამე, რომ აი თითქოს ირაკლი კობახიძეს შეცვალა ტაქტიკა და უკვე ახლა ეს ერთმანეთს კი არა ირაკლი კობახიძეს ყველაფრის უფლებას აძლევს და აი ეს ზურგს უკან რაღაცა ჯგუფი ღარიბაშვილის ან ვიღაცის თითქოს მოაშორა და დატოვა და ეს იყო ნონსენსი, რომ მეთქი როგორია ესე იგი ერთ ვერტიკალზე ერთ ადამიანს შეიძლება უფრო ეკომფორტულება თქო, შეიძლება ასე მეთქი ამ გზაზე მიდის, მაგრამ აი ახლა ბოლო დღეებში მისი კობახიძის განცხადება, არ ჩანდა ორი დღე მე რომ გამოჩნდა კობახიძის განცხადება, ყალაზე არ ჩანდა გააკეთა განცხადება. მე მრჩება შტაბაჭრება, რომ აი პირველად როდესაც ეს ხალხი ეს ღარიბაშვილი, ლუაშვილი და ეს კლანი გაიწიენ, ცოტა შოკში იყვნენ, ცოტა შოკიდან გამოვიდნენ და მოქმედებაზე გადავიდნენ. როდესაც და კობახიძეს რომ ეგონა რომ აი ახლა ესენი ჩამოვიშორე დავრჩი მარტო, აღმოჩნდა რომ იმ ადამიანებსაც მიესრულებათ და მე ხა მაქვს შტაბაჭრება, რომ ის კლანები აგრძელებენ ერთმანეთში ომს ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ ვინ უფრო ახლოს იქნება მზესთან. აი ამ პროცესს უყურებთ. მე ასეთი შტაბაჭრება მჩნდება გარედან ინფორმაცია რაც გვაქვს აი გარედან, აი ამის რომ აი ეს ერთი ვერტიკალი არა და იგივე ძველ მართვის ტაქტიკას დაუბრუნდა ბიძინა ივანიშვილი და ისევ ასე ვიღაცა ჯგუფები ეყოლება და აი მაგათ ძიძგილავში თვითონ იქნება მზე. მე ისედურს ვერაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან სიმბოლური მსგავსება სტარავოიტის თვითმკვლელობასა და ისე დაემთხოთ ამ დროშიც რა. ახლა ბოლო 3 წლის მანძილზე რუსეთში ძალიან ბევრმა ოლიგარქმა თავი მოიკლა, თან ძალიან საეჭვო. არა მხოლოდ ოლიგარქმა, თანამდებობის პირებმა. აი ახლა რამდენი დღეს წინ იყო სტარავოიტის თვითმკვლელობა, ან მკვლელობა, ნუ მაგას ახლა მე მიმაჩნია რომ სისტემა მაინც კლავს ამ ადამიანებს რა. ესე იგი, იმ ადამიანისთვის თანამდებობის დაკარგვა ან თუნდაც ბრალდება და ციხეში წასვლა იმდენად დიდი კონტრასტია ემოცემულობასთან რაშიც არის, რომ ეს ადამიანები კარგავენ თავის თავზე კონტროლს. მე ახლა ამ შემთხვევაში ახლა ადამიანს რომელიც თავის თავს იკლავს და თავისი გაჭირვება იყოფა, ახლა ბუნებრივად დიდი სტრესი აქვს იმის გამო რომ ასეთ გადაწყვეტილება მიიღო. არ მინდა კიდე რაღაცით დავამძიმოს ყველაფერი, მაგრამ ეს არის სისტემის მიერ შექმნილი ატმოსფერო. ამ სისტემაში ჩარჩა ხალხი და ეს არის მათი უბედურება, ვინ ჩარჩა სისტემაში. და მათ უკვე სისტემიდან გამოსვლა ეცათ ტრაგედიად. იმიტომ რომ შენ უბრალოდ კი არ გამოდიხარ სისტემიდან, ნუ შეიძლება საერთოდ გაგანუნდოს ამ სისტემას. ძალიან დაემსგავსა ეს სისტემა უკვე რუსულ სისტემას. აი ფაქტობრივად იდენტურია. რაც ხდება რუსეთში, იგივე ხდება დღეს საქართველოში სახელმწიფო დონეზე. საზოგადოებაში ჯერ არა. აი მე მაგიტომ მგონია რომ ჩვენ უნდა ეს სისტემა მივიღოთ უკვე როგორც შემდგარ რუსულ სისტემასთან და ის უნდა კონდეს მასთან დაპირისპირება. ხო, ნუ გასაგებია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ რაღაცა სისტემაში დასუსტდა და პირიქით უფრო კონსოლიდაცია მოხდება. არა, ეს აგონია სისტემის, არა ეს. კონსოლიდაცია ვთქვათ კობახიძის ირგვლივ. არა, ეს არა ჯანსაღი. არა, კონსოლიდაცია იქნება ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. და აი ხო გეუბნებთ ეს კლანები ერთმანეთთან ბრძოლას გააგრძელებენ, ვინ უფრო ახლოს იქნება ბიძინა ივანიშვილის მზესთან, ეს არის ფაქტი. ამ თემაზე გავაგრძელებ ჯელობად გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენი სტუმრები იქნებიან დავით სიხარულიძე, ნოდარ ხარშილაძე, დაგვეოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.
მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში. მე წაგიკითხავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. მან რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება თორნიკე რიჟვაძის თემაზე. თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანიო. ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის მას შემდეგაც რაც თანამდებობა დატოვა. მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას, რაც შეეხება სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება საკმარისი ინფორმაცია, საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ, რაც შეეხება სტრესულ გარემოს, მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედია საშუალებებს, რომლებიც 1000 ტყუილს კადრულობენ, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სტრესული, ჩვენთვის არა, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესული. ანუ ფაქტობრივად ტელევიზიებს დააბრალა პრემიერ-მინისტრმა რიჟვაძის თვითმკვლელობამდე მიყვანა, შეიძლება ასეც გავიგოთ მისი განცხადება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ზოგადად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდება ხელისუფლებაში, რა ვითარებაშია ქართული ოცნება, რა ვითარებაშია ოპოზიცია და რამდენად საერთოდ აზრი აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და რა პერსპექტივა აქვს პროტესტს. მოკლედ, სასაუბრო ბევრია, ჩვენი სტუმრები არიან დავით სიხარულიძე, ატლანტიკური საბჭოს წევრი, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნოდარ ხაშილაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო დავით, თქვენგან დავიწყებ. რიჟვაძის თემა ყველაზე ცხელი თემაა. ხო, აქედან გამომდინარე, რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ქართული ოცნება, ხელისუფლება, რა ვითარებაშია, თუ იქნებ შეიძლება თქვენც ეთანხმებით, პრემიერ-მინისტრო ჟურნალისტებმა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ბატონ რიჟვაძე. ხო, უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში, ამ უმძიმეს ვითარებაზე სახელმწიფოს მიტაცემა მიიყვანა და მიიყვანა იმ რუსული ტიპის სახელმწიფო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებამ, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ხო? ეს გახლავთ კორუფცია, ეს გახლავთ რაღაცა ველური პროპაგანდა, ეს გახლავთ ესეთი ტიპის რაღაც რუსული ტიპის სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანია. ეს არის ზოგადად ჩვენი სამშობლოსთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეული ქართული ოჯახისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი. იმიტომ რომ ეს ემუქრება ჩვენს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეს უკან დახევამ, ამ დონის კორუფციამ, პოლიტპატიმრებმა, სახელმწიფო მმართველობის მიტაცებამ. ამდენი პოლიტპატიმარი, მე მართალი გითხრათ, ადრე სხვა ეთერშიც თქვი და მე არ მახსენდება და ვიკითხე კიდევაც, ამდენი პოლიტპატიმარი საქართველოში ბოლოს ალბათ რა ვიცი, ბერია და სტალინის დროს, ხო, იმის შემდეგ ამდენი ერთად დაპატიმრებული ეს მხოლოდ უმძიმეს ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანისთვის, ეს მხოლოდ რა ვიცი, იმ ადამიანებისთვის არ არის პრობლემა, რომლებიც ციხეში მოხვდნენ, არ მათი ოჯახის წევრებიც. ეს თითოეული ქართველის პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის ბევრად უფრო უკან დახეული თავისუფლების მხრივ, განვითარების მხრივ, ვიდრე ეს იყო მაგალითად 5 წლის უკან, თუნდაც, ხო? და 10 წლის უკან. ამიტომ ეს შემაშფოთებელი და საგანგაშოა თითოეული ჩვენთაგანისთვის. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომელიც, რა ვიცი, ბოლო პერიოდში მე არ მახსენდება ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენი სამშობლო სახელმწიფოებრიობა დამდგარიყო. ჩვენ ხედავთ ჩვენი ქვეყნის გარშემო რა ხდება და რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ პრაქტიკულად ამოვარდნილი ვართ ამას და ვართ რაღაც გავლენის სფეროში და დამეგობრებული მარგინალურ ქვეყნებთან, ისეთ მარგინალურ აგრესორებთან, როგორც არის თქვათ რუსეთი, ჩინეთი და რა ვიცი, ირანი და რა ირანში სატირალში დადიან ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელები. ხო, ამაზე რეგიონულ კონტექსტზე და ზოგადად ჩვენს ვითარებაზე, საერთაშორისო ურთიერთობებში, ამერიკის ელჩის ინტერვიუზე და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კითხავთ აუცილებლად, მანამდე ამ თემაზე ბატონ ნოდარის აზრის მინდა მოვისმინო. ხელისუფლების შიგნით რა ხდება თქვენი დაკვირვებით, თქვენი ანალიზით, რას ნიშნავს აი ეს ამბავი, რომელიც მოხდა და საბედნიეროდ გადარჩა თორნიკე რიჟვაძე. მოგესალმებით. ხო, იმ სიტუაციაა ვეთანხმებით ჩემ კოლეგას ძალიან სოთა საქმე. ანუ დიქტატურას აქვს რამოდენიმე ეტაპი. ანუ ლოგიკა არა, დიქტატურა წარმოშობა და მისი დაქცევა ყოველთვის რაღაც გარკვეულ ლოგიკაში ჭდება ხოლმე. სხვა გარემოებების დამატება გამოკლებით გააჩნია გეოგრაფიას და დემოგრაფიას.
ჩვენ შემთხვევაში ბიზნესმენშულმა მყარი დიქტატურის დამყარება ვერ შეძლო და ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ამის არც ინფრასტრუქტურა და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნია. მაგრამ აი ესეთი რაღაც ნახევრად დიქტატორული ავტორიტარიზმი, ხო, ამის გაკეთება შეძლო. ანუ ავტორიტარიზმია, ოღონდ ეხა ბოლომდე ანუ რუსეთი ვერ შექმნა, რუსეთს შექმნა პუტინმა. ხო, ანუ აი რუსული ტიპის, აბსოლუტურად ვეთანხმები რუსული ტიპისა, მაგრამ რუსული ტიპის, მაგრამ პროვინციული ჟარგონით. რა, იმიტომ რომ ვერ არის ხომ ნამდვილად ბიზნესშვილი საბედნიეროდ პუტინი და ვერ არიან ხე ესენი საბედნიეროდ FSB და გერეუ, ხო? იქ ბევრად უფრო ის არის. ხო, მაგრამ ნუ ყოფნით იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ეგ უდაოდ, ამიტომ გეუბნებით, რომ ავტორიტარიზმი უდაოდ არის, მაგრამ ნუ დიქტატურამდე ვერ ძალიან, იმიტომ კი არა, არ უნდოდა, ძალიანაც კი უნდათ. მაგრამ არ აქვთ ამის რესურსი რა. ეხლა ამ დიქტატურის განვითარებას, ამ ავტორიტარიზმის შობას და ციკლს თავისი ეტაპები აქვს. ეხლა ვართ იმ ეტაპზე, რომელიც ბოლოს უახლოვდება. ანუ ბოლოს წინ ეტაპი რა არის? თავის ჭამას იწყებს მონსტრი უკვე. ანუ ეს თავის ჭამაში გამოიხატება ზუსტად ეს მინისტრის მოადგილის დაპატიმრება ეკონომიკის, ხო, რომეო ერქვა თუ არ ვცდები. ხო, ხარ რა, სახელი დამოხსოვდა, ხო. მისი დაპატიმრება, მერე რიჟვაძის ამბავი, ეს უკვე ის არის, რომ თავისთავთან დაიწყო ბრძოლა სისტემა. ეს თავისთავთან სისტემის ბრძოლა აუცილებლად მის რყევას და მერე უკვე ნგრევას იმაშობა. ამას რადო დაჭირდება ეს უცნობია. მაგრამ პრობლემა რა არის, რომ ყოველი დღე, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს ხელისუფლებაში, არის ძალიან წამგებიანი და დამაზარებელი საქართველოსთვის. ჩვენ არ მარტო წინ არ მივდივართ, არამედ უკან მივდივართ და პრობლემა რა არის? ეხლა ეს 2015, 16, 17 წლებში პრობლემა იყო, თქვათ. მაგრამ მაშინ არ იყო ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი თეორიული შანსიც კი სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი ვიყავით ხოლმე. დღეს როცა ისტორიული შანსი მოგვეცა ჩვენ რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და საქართველოს თავისი ისტორიული მისია შეასრულოს და დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, აი ამ პირობებში ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, როდესაც ამ ფანჯარას შეგნებულად, აბსოლუტურად შეგნებულად ხურავთ ჩვენ თვითონ. არა ქართული ხალხი, არამედ ის ძალა, რომელიც დღეს გაბატონებულია საქართველოში. ეს შანსი შეიძლება ჩვენ თაობას აღარ მოეცეს მეტი და ეს ჩვენი თაობის ყველაზე დიდი დანაშაული იქნება. ეხლა აი მოლდოვას შევხედოთ, ხო? არც უკრაინას რომში ჩაუთრევია არავის. არც ამერიკული ბაზები განუთავსო, აი ისინი რო გვაშინებენ, ხო? ერთ ამერიკული ბაზა თუ განთავსდა, აქ მორჩა რუსეთი, აღარ შემოვა. მაგრამ ნუ თქვა. არაფერი, ხო და წყნარად შედის უახლოვდება ევროკავშირს მოლდოვა, ხო? რომელიც უკრაინის მეზობელია სხვა შორის. ყველანაირი პრობლემის გარეშე. ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი ჩემი წუხილი, რომ ხელისუფლების შიდა ერთმანეთზე ამ ჭამას და ამ კონფლიქტს გადავაყოლებთ უზარმაზარ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც ჩვენი ევროკავშირის გაწევრება. ეს ფანჯარა კიდე როდის გაიხსნება? ხა უკრაინის ხალხის გმირული წინააღმდეგობა რო არ ყოფილიყო რუსების შეჭრის შემდეგ, ეს ფანჯარა ესე მალე ვერ შევა ვერ გახსნილიყო. გახსოვთ უკრაინის შეჭრამდე საქართველოს არა მარტო საქართველოს, ანუ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ფაქტობრივად რუსეთის დამსახურებით. ხო, დამსახურებით წყალებით, ხო. მანამდე პერსპექტივა ჩვენ ვიყავით სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, გვეუბნება რომ აი ხა ბალკანეთს მორჩებით და 2030-ში დავიწყოთ ლაპარაკი თქვენთან უკვე პერსპექტივაზე, რა. არა მარტო პერსპექტივა, კანდიდატობაც კი მოგწეს, ხო? ხო, შესაბამისად, ეხა ამის ხელიდან გაშვება, იმიტომ რომ ბიზნესმენშულის პარანოია ჭერს დღეს, ხო? და იმის ჯერა რომ ამერიკელებმა 1.7 ტრილიონიანი ბანკი იმიტომ გააკოტრეს, რომ მისი 600 მილიონი შეეჭამათ, ხო? აი ამ იმაზე ვართ მისულები და მე არ ამგონია რომ სიტყვა ხელისუფლება ზუსტად აღნიშნავდეს იმას, რაც საქართველოს. ეს ეხლა ვირამ საერთაშორისო თემებზე გადავალთ. ან ეს შიგნით ეხლა რიჟვაძის ამბავი რას მოასწავლებს? ხო, მაგის თქმა მინდა. რა მოხდა, რა მე იცით რა არის დღეს ხელისუფლება არ არის ზუსტი სიტყვა, რომელიც უნდა უწოდო ქართულ ოცნებას. ეს ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული. ეს არის აი მაფიოზური სტრუქტურაც არის. მაფიოზური ცოტა დასავლეთ, ანუ სამხრეთ ევროპული, რომელიც მე ამერიკაში გადავიღო, დასავლეთ. ეს არის უბრალოდ რუსული ბრატვას პრინციპი, რასაც პახანია და მე რქვევით კიდე ბანდა. აი ეს ექცევენ ესენი დღეს. და ვინმეს თუ გააძევ, მე მომდა დააბრუნოს მაობა ეგრე სად არის? რო წაიყო. ანუ ეხლა მე რა ინფორმაციაც მაქვს, სია არის 600 მილიონიანი. 600 მილიონ დოლარიანი სია. ეს 600 მილიონი დოლარი სია არის მოპარული ფულის მოპარული ფული, ბატონო. რას ნიშნავს? ხო, საინტერესო კითხვაა, ხო? ეს რას ნიშნავს? ესენი წლების განმავლობაში ფულს ხო იპარავდნენ ტენდერებიდან, კოლ-ცენტრებიდან იმიდან და იმ მოპარული ფულიდან კიდევ ვიღაცები იქიდან ფულს იპარავდნენ თავისთვის. და ნელ-ნელა მოპარული ფულიდან მოიპარეს 600 მილიონი ჯამში, როგორც დათვალეს დღეს და ამის უკან დაბრუნებას თხოვენ ბატონ რიჟვაძეს, ბატონ ღარიბაშვილს, სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ რომეოს და სხვა მრავალს. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა მოეპარათ,
რომ ამათ შეუმჩნევლად რამოდენიმე წლის განმავლობაში ჯგუფურად ერთად კი არ მოქმედებენ, ცალ-ცალკე იპარავდნენ ესე 600 მილიონი მოიპარეს, რაც დათვალეს ამათმა დოლარს. ეს არის მოპარული ფულის მოპარული ფული. ხო და თუ მაგ იყო პრობლემა დაებრუნებინა და თავს იკლავდა. არ ვიცი, აუქსის ფული მართლა მოიპარა მაგდენი და იტო ეხლა ჩვენ ხო ბევრი გარემოება არ ვიცი, თავს იკლავდა საერთოდ? იმიტომ ის წერილი რო ეხლა მისი დაწელი არ არის აშკარა ჩანს, ხო? ბატონმა ვოლსკიმაც შეიტანა, ხო? თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, ისა რა ქვია, ეჭვი. ვოლსკი მე უარყვარ შემიტანია. ხო, თქვა და მე გამოძიებამ დაადგინეს ეხლა მე რა ვიცი. ხო, ნუ ძალიან ისე ყველაფერი თან იქ რაღაც უცებ ძალიან საჭიროდ აღმოაჩნდა ჯიბეში, თუ ჯიბით ატარებდა ამ წერილს, ხვის სახში წავიდა. ხო, იცი იმდენი კითხვაა, რომ ნუ თვითკვლელობათან ფილტვის არეში და ამ შემდეგ ღმერთმა კარგად თამყოფას არავის ჯანმრთელობას არ ვერჩით, მაგრამ თუ პასუხისგებლობა უნდა იყოს ყველამ, თუ ეს კორუფციის ფაქტები იყო, რა თქმა უნდა, ამათ ხალხმა მე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ თქვენ კითხოს რო პასუხობ. ეს რაღაც ანუ მაფიოზური არა, ეგ ცივილური სამყარო, ბრატვა. მაფიოზი უნდა გავიზარდოთ, კაცო. მაფია ამერიკა განვითარებული სამყარო, აქ არის აი ბრატვა რა, პახანი ყავთ და აი ეს ხალხი ქუჩაში ვანოროცემეს იმ დღეს, ხო? აი ეგ არის ჩვეულებრივი ისე რა ქვია, ბესპრეძელშიკები ბრატვა, რო აი ხვალ დღეს ხვალშები ჩვენს დახვდნენ ვიღაცეები რა. საერთოდ მაფია ბევრი უფრო სტრუქტურული და ჩამოყალიბებული სტრუქტურა. ის არის ორგანიზაცია. ეს არის ხულიგნური, ასე ვთქვათ, ბანდა, რომელმაც ხელს ჩაიგდო ქვეყანა რა დღეს. კი ბატონო, და როგორ შეიძლება თქვენი აზრით ამ ვითარებაში გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში? რა არის თქვენი აზრით სწორი? ეს ზოგს ეჭვებარება პროტესტის პერსპექტივაში, ზოგს პირიქით არჩევნების პერსპექტივაში ეპარება ეჭვი და იქ არ უნდა მონაწილეობა და ოპოზიციაც კი, რომელიც სულ 4 ძირითადი პარტიისგან შედგებოდა, ისიც კი 2 ნაწილად არის გაყოფილი. აი ამ ვითარებაში, რაც ხელისუფლებაში ხდება, რაც ოპოზიციაში ხდება, პოლიტიკური მოვლენების გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ? მე ვფიქრობ, რომ პროტესტს ალტერნატივა არ გააჩნია, სხვა გამოსავალი არ აქვს. ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის გამოცდა და ყოველთვის ყველა ერის წინაშე ყოფილა ესეთი მძიმე კრიზისები, ხო? აქ ბევრი კომპონენტი, აი მაგალითად კორუფცია, დამახასიათებელია ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის. მაგალითად აი ეს შიზოფრენიამდე მისული პროპაგანდა, ხო? აი აბსოლუტური სიგიჟეები დაწყებული, რა ქვია, მასონები და გლობალური ომის პარტიებით და რაღაც deep state-ებით და დამთავრებული იმით, რომ რაღაც შიდა გარჩევები დაბრალდა ოპოზიციურ ტელევიზიას, ხო? ასე თქვენს ახსენეთ. პოლიტპატიმრები, რა ვიცი, მე მაგალითად არ ვიცნობდი ქალბატონზიას და ვფიქრობ, რომ ასეთი ჟურნალისტები თუ ყავს ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს კიდევ და სურვებ ყველას სწრაფად გამოსვლას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პროტესტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს. არჩევნებისადმი უკიდურესად სკეპტიკურად ვარ გაწყობილი, იმიტომ რომ მითვისებული აქვს, მიტაცებული აქვს ყველაფერი. თქვენ ნახეთ, აი იმ კაც სახელს ესეთი წვერი რო აქვს, ხო, რაღაცნაირი ხაზით. ის მთლიანად კომისიაც მიტაცებულია. კუპრაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი. არა, რაჟდენი არა, მეორე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ხო? მიტაცებული არის მთლიანად ინსტიტუციური მიტაცებასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე ვერ ხედავ იმის პერსპექტივას, რომ არჩევნები ჩატარდება აქ ოდნავ მაინც მიახლოვებული რაიმე სტანდარტთანაც კი, ხო? ამიტომ აქ მე ვერ ხედავ. მიუხედავად ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ რაღაცა ხედავთო ისინი კითხულობ. მეორე მხარე კითხულობს ბოიკოტში რა პერსპექტივას ხედავთ? ხო, ეს მე ვფიქრობ, რომ არასწორად დასმული კითხვა არის. ბოიკოტი ის იქნება ბოიკოტი, რასაც ჩვენ შევქმნით ამ ბოიკოტისგან. რასაც ვერ შევქმნით, ის არ იქნება, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქ მე ვერ ხედავ არჩევნები, ჩემი აზრით არის არა აქვს ამას პერსპექტივა და ჩემი აზრით ამ არჩევნებისგან მე ვერ ხედავ, რომ არსებობს რაიმე რესურსი იმისთვის, რომ ოდნავ მაინც მიახლოებულად ჩატარდეს, წესიერთან მიახლოებულად ჩატარდეს. ბოლოს 3 არჩევნები თუ 4 არჩევნები მე ვფიქრობ, რომ სრულიად გაყალბებულად შეიძლება. უпростоად ყოველ შემთხვევაში ასეთი ძიმე შედეგებით, რაც უფრო ყველა შემდეგი არჩევნები უფრო და უფრო უარესი იყო, ხო? ჩვენ გვახსოვს ეს და ამას ყველა იმეებშიც შეიძლება არის ეს აღნიშნული, რა ქვია, ანგარიშებში. ბატონო და თქვენ რას ფიქრობთ უკვე ოპოზიციის მხარეს არსებულ ვითარებაზე? ანუ აი ამ თემაზეც კი შეთანხმება გაჭირდა ოპოზიციაში. შესაბამისად, აქაც მივიღეთ გაყოფილი ოპოზიცია.
არჩევნები თუ ბოიკოტი, თქვენი პოზიცია როგორია? იცით როგორ არის, რომ ეხლა ოპოზიციის კრიტიკას ნამდვილად არ დავიწყებ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებში მაგათ წისულ და წყლის დასხმა არ მინდა აბსოლუტურად. კი, ხარვეზი ბევრია, გამოსასწორებელი ბევრია, მაგრამ ნუ აი რაც ეგ არის ჩვენი ოპოზიცია, რაც აყავს, ეგ აყავს, ხო? ჯერჯერობით უნდა დაუჭიროთ ხარი იმათ, ვინ ჩვენ წარმოგვადგენს. ნუ ძალიან არასასიამოვნოა, რომ აქ ვერანაირი ერთობა ეს რა თქმა უნდა, ეხლა ამას ხაზი უნდა გაუსვათ. ხო, აქ თუმცა ისევ და ისევ ოპოზიციის კრიტიკა, ჩემი აზრით, ასეთ დროს სწორი არ არის განსაკუთრებით. პოზიცია რომელისკენ იხსნება. 6 კაცი როცა ციხეში ზის და საკმაოდ პრინციპულად დააფიქსირა თავისი 6 კი 65 კაცი ზის. ოპოზიციონერი თორე ისე ხო, ახალგაზრდები, ბევრი აქტივისტი. კი ბატონო. არჩევნები არის ორი გზა თუ ბოიკოტი თქვენ? ერთობა რო ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რაც ბატონმა დავით თქვენს აბსოლუტურად ვეთანხმები, შეიძლება რომ არჩევნები წასულიყვნენ და კიდე ერთხელ ეძულებინათ ხელისუფლებისთვის, რომ მასობრივი გაყალბება ეძურო ჩაეტარებინა და ამით კიდე უფრო დაეწიათ მათი საერთაშორისო ლეგიტიმობა. მაგრამ თუ და დღეს ფაქტია, რომ ერთობა არ არის, ხო? ესე ალაგ-ალაგ არჩევნებში წასვლას მე მივიჩნევ ძალიან დიდ შეცდომად რა. არ მგონია, რომ გარდა იმისა, რომ ქართული ოცნების წისქვილზე დაისხმება წყალი, ამითი დაიტყვიან, რომ აი ოპოზიციამ ხომ მიიღო მონაწილეობა, რა გინდათ ხო მეტი? და იმ სუბიექტებს, ვინც არჩევნებში მიდიან, ისეთ კონკურენციას ვერ შეუქმნიან ქართულ ოცნებას, რომ რაღაც აი იმათ შუაზიურად გააყალბებინო რა და ამით ეს უბრალო გაყალბებით, მარტივი შარშანწინდელი გაყალბებითაც გავლენ ფონს, იმიტომ რომ რესურსი ცოტა აქვთ, ადამიანებიც არ ყავთ ბევრი ადგილზე და ნუ აი ძალიან მარტივად გაუყალბებინო მათ რა ქართული. ანუ რაც 2024 წლის არჩევნებზე დაჭირდათ, იმების კეთება რაღაც ბლანკიც რო გამჭირვალე გააკეთეს, მაგიებს არ გააკეთებენ, აღარ დაჭირდებათ. ამიტომ ერთობა რო იყოს, იქ ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი. მაგრამ ერთობა არ არის, ამიტომ მე ვთვლი რომ ერთობის არ ქონის შემთხვევაში აპრიორი უსუსური პოზიციით წასვლა არჩევნებზე, რომელიც იცი რომ გაყალბდება და იმ პროცენტსაც არ დაგიწენენ, რასაც ლეგიტიმურად აიღებ, ხო? თქვა და წავიდა ხალხი და დაუჭირა მხარი, მხოლოდ იმიტომ, ყოველთვის დავიდავანებ, რომ ქართული ოცნება არ უყვარს, ხო? ხოლოდ აი საპროტესტო მუხტი ყოველთვის მაღალია საქართველოში. ჩვენ გვახსოვს როგორ იყო, რომ იმას კი არ აძლევდნენ ხმას, იმის წინააღმდეგ აძლევდნენ. ეგრეც რომ, მაქმებსაც ხო წაართმევენ, იმიტომ რომ არც ლელოს და არც გახარიას არ აქვს ძლიერი ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით რეგიონში. ძალიან გაუჭირდებათ ხმების დაცვა. მათ არ აქვთ ძლიერი, ისე რა ქვია, პოლიტიკური ოფისები რეგიონებში. ანუ აქვთ რაღაცები, მაგრამ ეხლა ეს არასაკმარისი იქნება. ნუ, ამიტომ, რავი, კონცეპტუალურად თვითონ მაგრა ჟღერს, რომ იცი რა, აი მოდი ერთიანად თბილისის მერობაზე, მაგრამ ნუ არ არის ეს ერთობა. ერთობის არ ქონაში ჯობია ყველამ თავი შეიკავოს. მე ჩემი პოზიცია ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი ესეა. ხო, კი ბატონო, როგორც ვთქვათ, სამეზურავიშვილის პოზიციაც ასეთია, მაგრამ ნუ ამას რაღაც გავლენა არ აქვს დიდად იმ ორი პარტიის არჩევანზე. მინდა რომ საერთაშორისო იზოლაციის თემაზეც მოვისმინოთ თქვენი აზრი. ჩვენ ვნახეთ ახლა ევროპარლამენტის რეზოლუცია, საკმაოდ წვავი, ალბათ უპროცენტო, მაგრამ ნუ ქართულ ოცნებას აქვს ტრადიციული დამოკიდებულება, არც სანქციების გვეშინია, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის პასი აქვს, აგერ პაპუაშვილმა თქვა, სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს შეიტანა შესწორება და მოუწოდებს არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობაო, ასე ამბობს ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება. მოვნიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისიის პოზიცია, როგორც ამ საარჩევნო ციკლში ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში მისი ჩაშლის მიზნითო. ამბობენ ფაქტობრივად ევროკავშირს, ევროპელ ბიუროკრატებს ღია დანაშაულებენ შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე და ისინი გამოყავთ როგორც რაღაც აქტორები აქ და არა რაღაც პროცესების შეფასებლები და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ რეზოლუციას და რამდენად შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს ამას იგივე საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე? ეს არის რეაქცია, ხო? ეს არის რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება და ის რაც საქართველოში ხდება, არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და თითოეული ქართველის, თითოეული ქართული ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგო. მე აქ ხედავ მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ სტრატეგიას იმისათვის, რომ საქართველო გახადონ, ასე ვთქვათ, არასაინტერესო ქვეყანა თავისუფალი სამყაროსთვის. ძალიან რბილად რო ვთქვათ, უფრო კაფიოთ რო ვთქვათ, ეს არის აი ქვეყანა, რომელზეც სამყაროს აქვს ხელი ჩაქნეული და ნუ ავიცი, ახლა უამრავია საქართველოს სოფლიოში 200-მდე ქვეყანაა და აქედან
2/3-ზე მეტი არის არადემოკრატიული და არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ ქვეყნებში რაღაც გარღვევა მოხდება დემოკრატიის მიმართულებით. თუმცა მეორე მხრივ არც ევროკავშირში შედიან ეს ქვეყნები, არც ნატოში უნდა შესვლა და არც აქვთ პრეტენზია, რომ არის დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ მე ვხედავ, რომ ეს არ არის ეს თავისით არ ხდება. ეს არის მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილი იმისათვის, რომ თვითონ დასავლეთმა და სადონ და იქნებ თვითონ დასავლეთმა ზურგი შეაქციოს საქართველოს. რაც შეეხება ხო და ეს ვის აწყობს და ვის შეიძლება ვინ შეიძლება ამისგან სარგებელი ნახოს, ერთადერთი ვინ შეიძლება აქედან სარგებელი ნახოს არის პუტინის რუსული რეჟიმი, რომელსაც სურს რომ მის გარშემო ყოფი ყველა ქვეყანა იყოს მასზე უარესი დემოკრატია. ამ თემაზე მე წინა გადაცემაში ვისაუბრე ამაზე, ხშირად ხდება ხოლმე კომენტარები Facebook-ზე, ანუ ოცნების ხარდამჭერები, რომლებიც არ არიან პრორუსულად განწყობილები, მაგრამ მაინც ოცნებას უჭერენ მხარს. ორი მიზეზით, ერთი ამბობენ, რომ არ უჯერა, რომ ივანიშვილი რუსეთისგან მიაქანებს ქვეყანას, უბრალოდ ეს ომის გამო ის არის ბუჩქებში დამალული და ომი რომ დამთავრდება, ეგრევე დაალაგდება დასავლეთთან, ევროკავშირთანაც აღადგენს და ყველასთან და მეორე ნაწილი არის ხალხი, რომ ეს არის სწორი პოლიტიკა ივანიშვილის, იმიტომ რომ სანამ რუსეთი არსებობს, მანამდე ჩვენ არც ვერც ნატოში მიგვიღებს ვერამდე, ვერც ევროკავშირში. ანუ სულ რო აქ იდეალური დემოკრატია შევქმნათ რუსეთის შიშით ვერ მიგვიღებს. ამიტომ გვატყუებენ უბრალოდ, რომ აი რაღაცა გვიფრიალებენ ასე. ორი რამე მინდა მაგათ თქვა და. შესაბამისად არანაირი აზრი არ აქვს, არც რეფორმებს, არაფერს არავინ არ მიგვიღებს. ჯერ ერთი ეს რეფორმები არის საჭირო ჩვენთვის, ქართველებისთვის. კარგი სასამართლო ჩვენ გვინდა, ძალაუფლება, დანაწილებული ძალაუფლება ჩვენ გვინდა, კარგი არჩევნები ჩვენ გვინდა და არა ევროკავშირი. ეს პირველ რიგში ჩვენთვის არის, ხო? რეფორმებს ამ თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა. მეორეც ახლა ეგ ხალხი, მაგ ხალხს ვიზეც თქვენ საუბრობთ, მერაბ დიდი ნაწილი არის ტროლებიც, მაგრამ მეორე ნაწილი არის ახლა პირადადაც ვიცნობ ახლა მესამე ხო ასე გავიგე ახლა, მაგრამ რა ვიცი, მე ვფიქრობ ანუ მაგალითად ერთი ადამიანი მეკამენტა Facebook-ზე, რომელიც ხოცებასაც აკრიტიკებს ძალიან ხშირად, საერთოდ არ არის ასე თქვა თავგადაკული მომხრე, მაგრამ შიდა პოლიტიკაში აკრიტიკებს, მაგრამ საგარეოში 100% ვეთანხმები. რო ვეკითხები რატო? იმიტომ სანამ რუსეთი არსებობს, მანამდე ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ. ეს არის პროპაგანდის შედეგი, ხო, ამის თქმა მინდა. არის ნაწილი რუსეთი არ მოგცემს, უფრო არ გაგვიშვებს ასე. გავიგე. მაგრამ მე რას გეუბნებით, თქვენ კი წინააღმდეგებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტროლების ქარხნების გამოცდილება ძალიან დიდი აქვს. 3 დიდი უზარმაზარი ტროლების ქარხანა დახურა Facebook-მა 3-ჯერ, ერთ-ერთი ბოლო დახურვისას ერთი ტროლების ქარხანა მოქმედებდა პრემიერ-მინისტრის ოფისიდან. ხო, ანგარიში არსებობს, ეს მე კი არ მოვიდგონე. მაგრამ გარდა ამის არსებობს ადამიანები, რომლებიც აი ამ პროპაგანდის ქვეშ არიან და ეს პროპაგანდა დიდი ხანია და ძალიან ეფექტურად მუშაობს ეს პროპაგანდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს პროპაგანდა გადმოედინება ყველაფრიდან. და ბუნებრივია, რომ ამ პროპაგანდა არის აწყობილი ორ რამეზე. ერთი არის შიშზე და მეორე პოლარიზაციაზე. ამას ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება ქონდეს ჩვენთვის როგორც ერისთვის, იმიტომ წარმოიდგინეთ იმ ადამიანების მარგინალიზაცია, რომლებსაც ეუბნებიან, რომ აი ომში ჩათრევა უნდა ჩვენი დასავლეთს, რაც აბსურდია და სიგიჟია და არსებობს ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამაში ხელს უწყობენ მათ. აქ აი ეს ქმნის უმძიმეს პოლარიზაციას და მესამე საკითხი რაც არის, ეს გახლავდა ეს სუვერენიტეტის საკითხი, რომელიც არის წარმოჩენილი რუსული პროპაგანდის და საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში. არანაირი სუვერენიტეტი არ არის იმის რომ თავრობას კონდეს უფლება საკუთარი ხალხის წემოს, დაასისხლიანოს, ციხეში ჩაყაროს, უზარმაზარი კორუფცია გაშალოს და ამაზე თulis ვინმე რომ ეს არის ქვეყნის მხოლოდ შიდა საქმე და ეს არის სუვერენიტეტის ნაწილი, არის სრულად მოღრეცილი აღქმა რეალობის. ნოდარ, თქვენ რა პასუხი გექნებოდათ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფიქრობს, რომ არაფერს აზრი არ აქვს აკეთებას და არაფერი ოცნებას არ უნდა უსაყვედუროთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ექნა, სანამ რუსეთი არსებობს, ჩვენ ევროკავშირს და ნატოს გვატყუებს, იმიტომ რომ ვერ მიგვიღებს. კაი. შევხედოთ ამას ხელს უწყობს შესაძლოა ნატოს რომ დიდი ხანი კარიღი აქვს, ეს არის არგუმენტი მაგალითად, რომ ამდენი ხანი კარიღია და ხო. ხო, ახლა შეხედეთ. მოლდოვაზე რა ვშვებით, მაშინ მოლაპარაკებებს რო იწყებს, ხო? ხო არ დაუწყიო ომი, ხო არ შესულა. სომხეთზე რა ვშვებით, რომლებიც კაცო აგერ რუსეთის უახლოესი მოკავშირე იყო. მოლაპარაკები რაღაცა კი არა, ევროკავშირში არ მიგვიღებენ არცეც. სანამ რუსეთი არ დაიშლება. ხო, ეგ არის ნონსენსი. ბოლო ეტაპამდე არ მიგვიშვებენ.
ანუ ვინ არ ბულგარეთი არ მიიღეს, ბალტიისპირეთი არ მიიღეს, ან რუსეთს მოსაზღვრე, ხო ისო და მოლდოვას ხო იღებენ კაც ევროკავშირში, არ მიგვიღებენ რა დათქმა. თუ ის რომ რუსეთს უნდა გვეშინოდეს, მაშინ მოდი პრეზიდენტს ალიევს და აზერბაიჯანს შეხედოს, როგორი ალიყური გააწნა რუსებს და რა ქნა ამაზე რუსეთმა, ხო? რატო? იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შეობა ერთი. რა პასუხი? ხო, ჩვენ არ გვყავს პატრონი. აი ბოდიში ჩვენ უპატრონო ქვეყანა. ბოდიში მერაბ და უპატრონო ქვეყანა რო ვართ, ვისი დამსახურება ეგ ბჭყალებში? არ ვიყავით ამერიკელების სტრატეგიული პარტნიორები. მეგობარ აქ რო გადაშლი. ვიყავით, მაგრამ აქ თემაა რომ სამხედრო მოკავშირე არ ყავდა. მივიდოდა სამხედრო მოკავშირე ყავდა, ყავს ალია. ხო და მიხვიდოდი მაგამდე სპეციალურ სტატუსზე იყო უკვე საუბარი და იმის მაგერად რომ წინ წაგეწი ამასთან ამერიკასთან ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობა გაგიჩერა, ხო? სოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იყო, შენი ახლა დაფიქდი. სოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან ქონდა გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ხო, ფაქტია. მაგრამ ჩემს გამო იარაღს არ აიღებს ხელში მაგას გეუბნება. თურქებმა შეიძლება აიღონ აზერბაიჯანელებს. ეს უჩვენებო დღევანდელი სიტუაცია. აბა გვემუშავა 7-8 წელი მაგათთან განუყრელად. რა იცი რა შედეგი უნდა მივიდოდეთ. ამერიკაც აქვს გაფორმებული ორხრივი თავდაცვის ხელშეკრულებები, სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის პოლონეთთან აქვს ძალიან კაი ხელშეკრულება გაფორმებული, ტაივანთან აქვს ხელშეკრულება. კი, რთული იქნებოდა, მაგრამ სწორ გზაზე ვიქნებოდით. დღეს თუ არა ხვალ მივიდოდით, ხო? მნიშვნელოვანი დისტანცია. ხა მეგობარი აქვს რო გადაწყვეტ, ვიზო გვექნებოდა დღეს როგორც მინიმუმ ამერიკასთან, ხო? თავისუფალი ვაჭრობა შეიძლება ქონდა, ვერ ვიყენებთ ამ თავისუფალ ვაჭრობებს ერთი, მაგრამ ვინც გამოიყენებდა. აი ვისი დამსახურებაა. იმის დამზა ბატონი ბიზნესი რომ ყველაფერს მოვა. ეხა ამერიკასთან მოგვიწევს 0-დან დაწყება ყველაფერს, ხო? და რუსეთს რა? თქვენ რა გონიათ, რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი ამერიკის ფიზიკური იარაღია არა? ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შემაკავებელი ფაქტორია ყოველთვის. პოლიტიკაში ფსიქოლოგია ბევრად პრომოქმედებს, ვიდრე ეს ეხა რა იმას რა ქვია, პუტინი და იმიტომ არ შედის აზერბაიჯანში დარწმუნებულია მეორე დღეს ერდოანი ჯარ შემოიყვანს, რა თქმა უნდა არა. იქ ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებს, ეს პოლიტიკა ეგრე იმოშვება. არ უნდა ზედმეტი პრობლემები. აქაც ეხა იტყო და ამ ტრამპთან ისეც გიჟო, ჩვენ რო ეხა დღეს ნორმალი პარტნიორები. ამ ტრამპთან ისეც უკრაინის გამო იმოშვება, ეხ კიდე საქართველოს გამო ეჩხუბე ტრამპს, თავი დამანები არ უნდა ამ ტრამპთან ჩხუბი, ხო ეთქობა, ხო? არც არაფერს დათმობა არ უნდა კი მართალებულს, ჩხუბიც არ უნდა. ეს ყველაფერი შავად თეთრზე ეწერა, კაცო. ჩვენი აი ხა ჩვენ რამდენი გუმუშავია, ჩემი ხელმძღვანელი იყო ერთ მის მოდგილ ამერიკაში დავდიოდით წელიწადში 100 ჯერ. ელჩიც იყო რომ აი ნელ-ნელა ოფლით ნაბიჯ-ნაბიჯ ამ სტრატეგიულ პარტნიორობამ მივსულიყავით. ეხლა წარმოვიდგინეთ, ეხლა უბრალოდ გარედან ის გავაკეთოთ რა გარედან რომ სოფლიოს წამყვანი, ყველაზე წამყვანი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი გახდა საქართველო. ხო, მაგრამ ამაზე პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა იყო ქაღალდზე, უვიზოც კი არ მოგცეს, არც ძალიან ბევრ არაფერს არ გვაძლევს. ხო, ეგ არის ტყუილები. ეხლა პაპუაშვილი ამდენს მოიტყუება ყველაფერზე ხო არა, ესა ტყუილები. უზარმაზარი დახმარება იყო თავდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, განათლების სფეროში, მილენიუმ ჩელენჯი რო შემოიყვანებს, მთელი საქართველოს რეგიონებში რკინიგზები და ესენი გაიყვანეს, რამხელა პროექტები გააკეთეს და უვიზი და ეს ყველაფერი წინ იყო. ეგ ნაბიჯ-ნაბიჯარი, აბა ეგრე არ არის ერთ დღეში ყველაფერი, ხო? ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთებულიყო, ვიზომდეც მიხვიდოდი და თავისუფალ ვაჭრობამდე და ყველაფერამდე. ეგ გზა გასავლელი ქონდა ჩვენ, მაგრამ იმის მაგერად რომ ამ გზაზე გაეგზელებინათ, ამათმა გინება დაუწყეს ახლა ამერიკელებს. ამერიკის ელჩს რამე იმათ გიჟა ჩერაცხეს წინაც და ეხლანდელიც, ხო? და ვინ ახარ? ანუ ხვალო რამე იყოს შალვა პაპუაშვილი დაგვიცავს ჩვენ? ამ ხალხს ნახავთ თქვენ პიროს აბუ-დაბიში და იმაში გაქცეულს რამე რო იყოს. ხო, და ეს მეორე თემა, რომელზეც ასევე ვისაუბრე, არის ის, რომ ომი როცა დამთავრდება, ნოლიდან კი არ მოგვიწევს დაწება, როგორც ნოდარი ამბობს. ყველაფერი უბრალოდ მე თავისით დაალაგდება. ეგ ძალიან არ უნდა ესმოდეს ადამიანს. ანუ ეხლა მე გეტყვით მან რა მოხდა. ჩვენ ქონდა საქართველოს ხელისუფლებას დიდი მუშაობის შედეგად, ჩვენი ამათიც პირველ ეტაპზე საკმაოდ დიდი ნდობის კრედიტი ამათთან აღებული, რომ აი შერაცხადი ქვეყანა ჩამოყალიბდა. კი, დემოკრატია ბოლომდე ვერ ვიყავით, მაგრამ შერაცხადი ქვეყანა იყო რა საქართველო რა და სწორ გზაზე იდგა. ნელა ხარვეზებით, პრობლემებით, მაგრამ ხა რეგიონში რო შეადარებდი, აქეთ სომხეთი, აზერბაიჯანი ხოცავდნენ ერთმანეთს, ხო? იქეთ თურქეთში გაურკვეველი პროცესები ხდებოდა, ირანზე საერთოდ ლაპარაკი, ხა ყაზახეთი, ერთ-ერთ ვიყავით ჩვენ, ბალტიისპირეთს მერე. უკრაინას მაშინ ახლა ჯერ კიდე ის პოროშენკო იყო, აი რაღაცები კორუფცია, საშინელებები, მოლდოვაში რუსი პრეზიდენტი ყავდათ ხო რამდენი ხანი. ჩვენ ვიყავით ყველა შერაცხადი. ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ ეს ნდობის კრედიტი გაენიებინა, გაენოლებინა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს პროცესები რაც დაიწყო, პერსონალური სანქციები, ჩამორთმევები, რაღაცეების ბევრად ადრე შეეძლო ევროპულ კავშირს დაეწყო, მაგრამ ზუსტად ამ კეთილგანწყობის კრედიტი რო იყო მაღალი, აცალა არ იჯერებდა. ხო მე ხო ხონდა შეყოდილი, აქეთ მარწუნობდნენ, რომ ეგრეთ სუდადაც არ არის ყველაფერი და ვაცალოთ ცოტა ხანი და მე რომ მივააქამ. აი ძალიან მოთფინებით მოეკიდა.
ეს კრედიტი დაიცალა, ეხლა წითელი ხაზი გადასულია და საქართველოს ითვლება, რომ ეხლა არის გიჟების ქვეყანა. ანუ ყოველ გიჟები მართავენ. არა, ეხლა ამერიკის ელჩის ინტერვიუ ფაქტობრივად ეგეთი იყო, ხო? ხო, რომ ვერ წერილი სახე ქონდა ესეთი, ხო, წერილი მოგწერაო და ვერ გავიკეთე. დაგვემუქრაო. ის 3 დღე ვარ ყოფდი თუ რა წერი იმ წერილში, ხო? მართლა კობახიძეს წერილს რო წაიკითხავ, ნუ იქ დიაგნოზი ახლა მე ვერ გეტყვით ბატონი დავითია ფსიქიატრი პროფესიი და ახლა ღია წერილი და დახურული. ხო, და დახურულში რა ეწერა, ღიაში რა ეწერა, დახურული რა იქნებოდა, ხო? ალბათ რაღაც შეიძლება პროფანაციებით იყო, ხო გატანილი. ამიტომ გეუბნეთ ბატონო მე რომ ჩვენ ეს ნდობა უნდა აღვადგინოთ. ის ზღაპარი რომ ხვალ უკრაინა და რუსეთი დაზავდნენ, რაც დიდი კითხვის ნიშანია. უცებ ყველაფერი არა. არავინ აღარ ენდობა. მოიხსნება ჩვენ. ხო, კობახიძეს არავინ არ ენდობა. ღარიბაშვილს და მასედებს არავინ არ ენდობა. ბიზნესმენს გაგონება რომ ხელს არავინ აღარ ჩამოართვეს. რა ურთიერთობის აღდგენაზეა სოფარ. თუ ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარეს უგვარ მოვიწევ პირადად რომ ლანძღავს ევროპა მაგასთან. ეთქვენ რომ კაცო შენ რა კაი კაცი ყოფილიხარო, ხო ხვალ მასეთი რამეს ვისაც ჯერა ის ძალით იჯერებს თავს მაგ ადამიანთან კამათი ცოტა გეოპოლიტიკური და პრაგმატული პოლიტიკა გადაძლევს და რა პრაგმატული ნავთობი გვაქვს ჩვენ თუ ბრილიანტები თუ ისინი ლიტი ხო ხო რომელიც გავანადგურეთ ეხა ესე თუ გაგრძელდა სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან წყნარად დაალაგდებიან ისე რომ იმ დღეს მიშა მშულდაძე ხუმრობდა თავის გადაცემაში და სამწუხაროდ რომ იმის რა ქვია სოფლის ისტორიის პერიოდში პირველად საქართველოს ყველაზე პრორუსული ქვეყანა გახდა კავკასიაში. ხო ნუ აი ესეთ იმაზე ვართ. ხო სომხეთი ცდილობს რომ დაუსხლტეს რუსეთს და ჩვენ კიდევ ვეხუტებით. და ამის გამართლება ხო ვინც არ უნდა იყოს როგორც ადამიანის ხო მე არ ვიცი ძალიან უნდა მოიტყუო თავი. რომ ეს გაამართლა. ბატონო დავით, თქვენ LG იყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა საინტერესოა როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მიეწერა ასეთი და შესაბამისად როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ურთიერთობები, თუნდაც ამერიკის და ქართული ოცნების ხელისუფლების. ანუ ღია წერილი და რომ ვიმსჯელოთ და წარმოიდგინეთ იმაზე ვარენს თუ მიწერა, აბსოლუტურად სიგიჟეები და ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე წეგან რაც გითხარით, მე ვფიქრობ რომ ეს არის თანმიმდევრული და შეიძლება რა ყოფილიყო ახლა. ხო, ალბათ ქვეყნის კურსის შეცვლაზე არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს, რაზე იყო? გაშკარაა და ჩემთვის ალბათ ამაზე გამოცანაც აღარ არის, მიზანმიმართული და თანმიმდევრული სტრატეგია ქვეყნის რეპუტაციის სრულად დანგრევის. ქვეყნის რეპუტაციის როგორც ქვეყანა საქართველოს რატო მოსწონდათ საქართველოს? რატო ვიყავით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი? რატო იყო საქართველოს დღის წესრიგში? რატო იყო ერთსულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დახმარების მიმღები? რატო გაჩნდა საერთოდ საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანების თემა? გაჩნდა იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გქონდა რეპუტაცია რომ მიუხედავად იმისა ჩვენ არ აგვაქვს აი როგორც ნოდარმა თქვა არც ნავთობი, გაზი, რავი ბრილიანტი და ოქრო, მაგრამ საქართველოს ყოველთვის ითვლებოდა რომ ეს არის ქვეყანა სადაც თავისუფლებისაკენ სწრაფვა ქონდა. ეს იყო ძალიან მომხიბლავი რამ, იმიტომ რომ საქართველოს აძლევდა კარგი მმართველობის, რეფორმების და დემოკრატიის მაგალითს უნდა ასხივებდა, მაგალითად ის რომ საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა მაგალითად კორუფციის დონის დაგდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რეგიონში გამორჩეული ქვეყანა გახდებოდა. თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, მაშინ საქართველოს ფასი, საქართველოს რეპუტაცია გაცილებით უფრო დაბალი არის და ნაკლები ყურადღება არის, ხო? ესე ნაკლები ყურადღება იქნება მიქცეული. ეგ არის პრობლემა, რომ ამიტომ რა ვიცი, თქვენ ამით რო წყდება ამის არ ჯერა ბევრ ადამიანს საკა. აი ვიზე ჩვენ ლაპარაკობთ, ხო ხა ადამიანები, რომლებიც ქართულ როცა ტარდება ეს სოციოლოგიური კვლევა, აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მომხრეების დიდი ნაწილი არის პროევროპულად განწყობილი, მაგრამ მაინც ოცნებას უჭერს მხარს. იმიტომ რომ აი ამ რაღაც იმის რომ რაღაცა რეფორმებით გვაფასებენ და დემოკრატიულად ყავთ ამის არ ჯერათ. მას ჯერათ რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი, რაღაცაში მჭირდებით, გამოგვიყენებენ და გადაგვაგდებენ მერე. არ გამოგვიყენებენ, ძალიან მარტივად უდგებიან ეს საკითხი. სხვათა შორის ახლა დიდ პოლიტიკაში ასეც ხდება, ხო? ახლა ყველა თავისი ინტერესით მოქმედებს და რაღაც ნაწილი აქ არის სიმართლე. თავისი ინტერესები, ყველა თავისი ინტერესებიდან ზედმეტად ვაპრიმიტიულებთ ახლა რა. ყველა თავისი ინტერესებით, ყველას არავის არა, რაღაც აი ქუჩაში თუ შეიკრიბებიან და ერთმანეთს ხო, ასე უყურებს ეს ხალხი. ხო, ასე ხო არ არის. სინამდვილეში რა თქმა უნდა ყველა თავისი ინტერესებით მოქმედებს სტრატეგიული თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, აი ნატოში გერმანიას თავისი ინტერესით მოქმედებს და საფრანგეთიც. მათი ინტერესები რაღაც დროს ერთმანეთში ემთხვევა და ამიტომ არიან ისინი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები. ასე პრიმიტიულად გამოგიყენებენ, აი
ეს არ არის ეს არის რუსული პროპაგანდის ნაყოფი ხო რუსული პროპაგანდის ნაყოფი რომ რუსული პროპაგანდა ამბობს რომ რუსული პროპაგანდის ხაზი აი ძირითადი ხაზი რა არის არასოდეს ისინი არ ამბობენ ჩვენ კარგები ვართ კარგები როგორ არიან ხო ისინი ცუდები არიან ყველა ცუდია ყველა ჩვენნაირია ყველა მახინჯია ყველა კორუმპირებულია ყველა დამპყრობელია აი მაგალითად ხა ხო და ბოლოს აბსურდამდე დადის ეს პროპაგანდა და ძალიან სამწუხაროდ ხა ადამიანები ეს პროპაგანდას რო არ კონდეს ძალა არ იარსებებდა ამ პროპაგანდის ნარატივებზე რაღაც deep state-ი და ომში გითხრევენ ამაზე ყველაზე ნაკლებად გელაპარაკება ეს ხალხი იცით რა არის ეს არის ერთი ნაწილი მაგ ეგეც პროპაგანდის ის არის რომ ყველას თავის ინტერესი აქვს არავის ნდობა არ შეიძლება ჩვენ უნდა ჩავიკეტო გახსოვთ ის ჩემი ცოლის დაქალებში ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟი რო ყავდა ჩვენ სატირული ნაწარმოებია და ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ ხო აი დაახლოებით აი ესეთი მაშინ სადამდე მივდივარ თუ არავინ არ არის ჩვენი მეგობარი და არაფრის ნდობა არ შეიძლება ეს ხო მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდაა რომ მარტო ყველა ცუდია და ამიტომ ვინც ძლიერია და ვინც შეიძლება შემოგივარდეს ხვალ მანდ თქვა რომ ინგლისს არ ყავს მეგობრები აქვს ინტერესები და ხო მაგრამ ეს ინტერესები ხო ემთხვევა ამ ინტერესების თანხმედრა ხო საქართველოს თქვენ რას ფიქრობთ აი ყველამ რომ დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა როგორი საქართველოს ჭირდება შეერთებულ შტატებს აი რა არის მის ინტერესებში რომ ამ რეგიონში რა იყოს დემოკრატიული ძლიერი თავისუფალი მდიდარი მაგაზე ირაკლი კობახიძემ ხო დაწერენ ღია წერილში რომ კი მაგრამ ჩვენ რატო გთხოვთ მარტო დემოკრატიას ვაგერ ყველასთან გაქვთ ურთიერთობა ვინც დემოკრატია არ არის და ჩვენ რა დავაშავოთ ანუ რატომ ადამიანს ჩვენ ანუ ისინიც ასე უყურებენ ანუ ისინი უყურებენ რომ ჩვენ დემოკრატიას იმიტომ კი არ გთხოვენ რომ რაღაც დემოკრატიულ ქვეყანა უნდა თქვა აგერ არის ალიევი და ჩვენურად თანამშრომლებენ ევროკავშირში ჩვენ იმიტომ გთხოვენ რომ ჩვენზე ზეწოლა უნდა მოახდინონ და არ მომწონ ვართ და რაღაცა ნუ არ ვიცი ამბავი ნუ დემოკრატიის როგორ არის ნახა კერძო ინტერესზე თუ ლაპარაკობთ ევროკავშირი არის დემოკრატიული ქვეყანა და თანამეგობრობა ხო პირველ რიგში ევროკავშირის პრაგმატული ინტერესი პირველ რიგში არის დემოკრატიის გავრცელება. ყველაფერი დანარჩენი მე მოდის ამის მე. იმიტომ რომ საოცელდება დემოკრატია, იქ შედის ევროპული ბაზარი. იქ შეუძლიათ ვაჭრობა, იქ შეუძლიათ თავისი გავლენების გავრცელება, იქ კეთილდღეობა იზრდება და იქ იზრდება ევროკავშირის სიმდიდრეც. უი მარტივად ხო გვინდა პრაგმატულად ლაპარაკი, ეს არის. სადაც არის დემოკრატია, იქ შევა ბიზნესმენი, იმიტომ რომ დემოკრატიის პირობებში რო არის ნორმალური სასამართლო. ხვალ ქონებას ვერ წაართმევს. არის ნორმალური არბიტრაჟი, ხო? ეს არის ამერიკელი ბიზნესმენი აქ შენ არ გაიკეთებს იმას, იმიტომ კი არა პრაგმატულად იმას. იმიტომ რომ იცის რომ ხვალ ვიღაც რეგვენმა ქონება წაართვას, ვერსად ვერ მოითხოვს პასუხს რა მაგალითები არ არის თუ რა. ამიტომ დემოკრატია არის მისი პრაგმატული ინტერესის ნაწილი. საკუთარი ცხოვრების წესია მისი დემოკრატია, რომელსაც შენს გთავაზობს. გინდა? მაშინ აბატონო მობძანა ჩვენ რო თქვით რომ გვინდა მაგითო იყო რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში მაგითო იყო უზარმაზარი სამხედრო დახმარებები დაიწყო თავიდან და მე ამას მოყვა უზარმაზარი პროექტები მაგას გენებ შენ თუ ხარ ჩვენი კლუბის წევრი ჩვენერად თუ იქცევი მაშინ მობძანდი არ იქცევი ჩვენერად ალიევობა გინდა ხო მაგრამ ალიევ ნავთობია შენ რა გაქვს რას მთავ მაშინ მასე გელაპარაკე რას მთავაზობ და ეგ აწყობს საქართველოს ქართულ ოცნებას ზუსტად რომ არაფერს არ გთავაზობ დამანებე თავი აი რაც ბატონმა დავითმა თქვა რომ ბიზნესში რატომ ეს ქვეყანა უნდა საკუთრებად და საკუთრებად რახან უნდა არ უნდა რომ ყურადღებას აქცევდეს ვინმე ამ ქვეყანას რა უნდა ჩავიკეტოთ დაგვანებეთ თავი საქართველოს ხო პატარა სოფელია იმ დღეს გამოვიდა პრემიერ-მინისტრად მომუშავე და სული რეგვენობა დააბრეხვა რომ მარტო სპორტში შეგვიძლია მაგრები ვიყოთ თურმე და სხვა არაფერში 2007 წელს ხო მე ამას არ ხუმრობ და არ ვამეტებ საქართველოს მაგალითი ეძლეოდათ განვითარებულ ქვეყნებს განვითარებად ქვეყნებს თუ როგორ მოეხდინათ რეფორმები. ჩვენ ვიყავით აი кейსებს რო ასწავლიდნენ პოლიციის, იუსტიციის სახელმწიფო საქართველოს იყო სამაგალითო ქვეყანა. არაერთ ტრეინინგზე მინახია რომ ქართველი იმ ხელისუფლებამ თავად აურია გასაგები თავის ეს იმიჯი ჩამოანგრია თავად. ეგ მაგას არაფერ კავშირში არა იმის არევამ იმა ციხეში ზის ვინც აურია ხა ხო? დავანებოთ იმას და ზის ის კაც მეტი ხარ აქნას ხო? ეს რეფორმები ხო გაკეთა ხო ფაქტია ხო? იმიდან გაიდან საპატრულო პოლიცია ხო შეიქმნა ოვირიდან იუსტიციის სახლი ხო შეიქმნა ამიტომ იყო რომ ჩვენ ყველა თავს გვიკრავდათ გვეუბნება რა მაგარი ბიჭები ხართო თორე ალიევების სომხეთები და ისინი რა ქვია ლათინურ ამერიკული დიქტატურები და ისინი რა ქვია მაგრების ნახევრად სამეფოები ვის არ უნახია არაფერი მომხიბლობა მაგრამ ეს არის ვეთახმე მიზან მიმართულად არის რომ ანუ კობახეთის წერილში რა წერია ის ხო არ წერია ვიმეგობროთო წერია აი რო წაიკითხო დაგვანებეთ რა თავია რა იმ წერილში წერია
არა, იქ ის სერია მე რას ვთქვი, რომ როგორც ელემოგობრები საუდის არაბეთში. არა, ხოლმე უბრალოდ ურთიერთობა კონდესო რა, დაგვანე არ აქვს ჩვენ ბევრზე პრეტენზია და თქვენს ბევრს ნუ მოგთხოვთ. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ შენ თუ არც ევროკავშირი გინდა მეგობრად, არც ამერიკელი შტატები გინდა მეგობრად, გეოგრაფიიდან გამომდინარე, ერთ-ერთზე რჩები იტალიასთან, ხო ალბათ, თუ საფრანგეთს ვისთან რჩები ერთ-ერთზე? ბატონო მე. რუსეთთან. ხო. აი, მაგამდე მივდივართ. სხვა ხوار, ჩვენ ხوار ყავს შვეიცარია ხوار ვართ, იტალია, საფრანგეთი, ავსტრიით ვიყოთ. ხო გარშემორტყმული. ჩვენ ვართ. ხო და მაგ ლოგიკას მიყვებიან ზუსტად ისინიც. რა, რომ ერთ-ერთზე უნდა დავშ. რჩები რუსეთთან, ამიტომ უნდა იყო წყნარად. არა, რამდენადაც წყნარად არ უნდა? ისა რა ქვია, თავი არ უნდა ამოყოს. უიმე, როგორ წყნარად იყო უკრაინა, აი, რა ვიცი მე. ჯერ ყირიმი წაართვეს. მე იმას შეუვიდან, მე რასაუბრ ზელენსკი სულ მინსკის ჯგუფს გაიძახო და მთელი უკრაინული ოპოზიცია იმაშობოდა, აკრიტიკებდა, რომ იქნებ რუსებთან იმას აკვნა და ჯარი შეიყვანა. უშველა უკრაინას წყნარად ყოფნა. მოლდოვა რო იყო წყნარად და რუსი პრეზიდენტი რო ყავდათ, ერთი მტკაველი მიწა დაუბრუნეს. დამეჯერეთ უკრაინა რომ ნორმალურად მოეგვარებინა, მოლდოვაშიც გადავიდოდა წყნარად. ანუ ისე რომ რუსეთი შენ არ განგიხილავს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. წყნარად ყოფნა ეგეთი ოფცია არ აქვს. უნდა ყავდეს ძლიერი პარტნიორები. სხვა შემთხვევაში შეგვჭამენ ბატონო. გასაგებია, მადლობა დედი, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამ ოპტიმისტურ ნოტაზე. დავასრულოთ. დავით სიხარულიძე, ნოდარ ხარშილაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7-ის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს.